რა პროფესიასაც აირჩევ, მე მთელი ცხოვრება იმით უნდა იცხოვრო. ან კიდე უნდა დაანებო თავი და მაინც სხვა რაღაც დაიწყო. მაგ შემთხვევაში უამრავ დროს კარგავ. აი შენ რა ქონდა შესაძლებლობა რა შენ თავს შეხვდე წარსულში და რა სეტყოდი შენ თავს? არ გამეფლანგად რომ შენი კომპანია დაიწყე ძალიან ადრეულ ასაკში. თავარი საწყისი რომ ნაბიჯი გადადგარი რწმენა. პირველი რაც გავაკეთე იყო რომ კომპანიას ჭირდებოდა სახელის მოფიქრება, რომელსაც ფული არ ჭირდებოდა. ჭირდებოდა ლოგო და ნახევარსაათში ავაწყეთ ეს ლოგო. ეტიკეტი მჭირდებოდა. მოვიძია ეს ინფორმაცია, მე მოძებნე ქილების ბითუმად მოვაჭრე და წავედი და შეპესე დავარეგისტრირე. ბავშვო, რაღა აკლიაო, ცოტა ფული რა აკლიაო, რომ ბიზნესიო ამუშავოს. რომელ თვისების ტრანსფორმაციაზე მუშაობდი შენ თავში? ეხაც ვხედავ ჩემ თავში სიზარმაცეს. სულ ეგ ვფიქრობ, რომ სიცოცხლის ბოლომდია ეგ ბრძოლა. თუ შენ ელოდე, როდის მოვა ვინმე კეთილი ბიზა кейსით ფულს მოგცემს და აბა გზას დაგილოცავს, არ მოხდება. სამეფო თაფლი არ არის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ეს არის ნულიდან დაწყებული ბიზნესის სირთულეების ფონზე. გიორგი გომელაური, რომელმაც 19 წლის ასაკში ოჯახური ტრადიციის პოპულარიზაციისა და რეალიზების გზად ბიზნესის დაწყება ერჩია. ის არის ქართული პრემიუმ ხარისხის ბრენდის სამეფო თაფლის დამფუძნებელი, რომელიც ემსახურება ნატურალური პროდუქტის რეალიზებას. დღეს სამეფო თაფლი წარმოდგენილია საქართველოს წამყვან ქსელებში. აქვს შოურუმი, სადაც ყველა სტუმარს შეუძლია პროდუქტის დაგემოვნება ყიდვამდე. მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო ერთი რწმენით, რომ მიზანდასახულობას აუცილებლად წარმატება და წინსვლა მოჰყვება. მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩემს მენელს, მაყურებელს, გულშემატკივარს. ეთერში არის კაცმანის პოდკასტი. დღეს გვაქვს განსაკუთრებული დღე და განსაკუთრებული გამოშვება. მე სტუმრად ყავს გიორგი გომელაური. სალამი გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ხო და მე მინდა მოვყვე პატარა პრეისტორია, როგორ მოხდა გიორგისთან პოდკასტის ჩაწერა. გიორგი თვითონ დაგვიკავშირდა დაჟინებით და არაერთხელ ჩვენ გუნდს დაუკავშირდა იმ თხოვნით თუ მოთხოვნით, რომ ხალხო მე მაქვს საინტერესო ისტორია და მაქვს მოსაყოლი ადამიანებისთვის რაღაც. და მოკლედ იმდენჯერ დაჟინებით მოგწერა, რომ ბოლოს დავინტერესდით, რომ ვინ არის ამ დაჟინებული მოწერის უკან თქო და ასე გავიცანით გიორგი. და გიორგი დავპატიჟეთ ჩვენთან გავესაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ დავგეგმოთ ამ პოდკასტის ჩაწერა. პირველი კითხვა გიორგი არის შენთან ესეთი. რა იყო, რა ქვია იმ ძალას თუ უნარს თუ არ ვიცი ენერგიას, რომელმაც აი ესე დაჟინებით მოგანდომა და მოგაწერინა ჩვენთან? მიზანდასახულობა. მიზანდასახულობა? როცა გინდა რომ რაღაც გააკეთო, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის გააკეთო. და რა მიზანი გაქვს ხა, ანუ რა მიზანი გამოძრავებდა, როცა გვწერდი ჩვენ ესე დაჟინები? ვფიქრობ რომ სარგებლის მომტანი იქნება როგორც მსმენელისთვის, ისევე კომპანიისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ. და რა კომპანიას წარმოადგენს? ბარე მეგეც მოგვიღე. სამეფო თაფლი. რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის თაფლს და სხვადასხვა პროდუქტებს. ეს კომპანია შენ დააფუძნე? დიახ. ხო და იცი როგორ რაღაც არის, ყოველთვის ეგრე უდგები რაღაცა მიზანს თუ შესაძლებლობას რომ დაინახავ, ვცდილობ რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენო მაქსიმალურად და ასე გააკეთე ახლაც? ანუ შენი მიზნისკენ შენ თვითონ უნდა იარო. ესე იჯდე და მოვიდეს ეს შემოთავაზებები, რომ ეგრე არ არის. ამიტომ მიზანი რო გაქვს, მუდმივად უნდა მოძრაობდე და უნდა ცდილობდე და თუ სადმე საჭიროა რომ მიხვიდე, ცოტა შეაწუხო კიდეც, უნდა მიხვიდე. დიახ. და რა მოგეწონა ჩვენ პოდკასტში? ეგეც დავინტერესდი, რომ ან ვის უყურე, ან ვის მოусმინე, ანუ რომელმა ეპიზოდმა გამოიწვია შენში ეს სურვილი მოსვლის? გარემო არის ისეთი, რომ შეგიძლია მიხვიდე და მშვიდად, თავისუფლად ისაუბრო
იმაზე, რაზეც გინდა რომ ისაუბრო, რაზეც საჭიროდ თვლი და არ ახარ შეზღუდული. თავისუფლებას ვხედავ აქ. თავისუფლებას. თავისუფლებას. ამ თავისუფლების შესაძლებლობა დაინახე, რომ შეგიძლია ამ თავისუფლებაში მოყვე შენი ამბავი? კი, ამ გადაცემაში შემიძლია რომ თავისუფლად ვისაუბრო და რაღაცა ფორმატში არა ვარ მოქცეული და რაღაცა შეზღუდვები არ მაქვს დაწესებული. არა გაქვს. ცალსახად არა გაქვს. რამე შეზღუდვა გითხარი? არაფერი. არაფერი. არც კითხვები არ მომიცია შენთვის, არც არაფერი მომიცია, სრულ თავისუფლად ცურვაში ვართ მე და შენ. კი და ეგ იგრძნობა, როცა უყურე წინა გადაცემებს, იგრძნობა ეგ. იგრძნობა. კი. კაი, ეხლა მე მინდა რომ ცოტა მოშინაურდე, ანუ ეს სტუდია არის შინაური სტუდია, ყველა შინაურდება და ყველა ყვება თავის ამბავს. და გავყვები შენ ისტორიას, რომ შენი კომპანია დაიწყე ძალიან ადრეულ ასაკში. და საერთოდ მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. მე მინდა რომ გიორგის გულში მატკივროთ, იმიტომ რომ მისთვის არ არის ადვილი ეს გამოცდილება. და საბოლოო შეიძლება ცოტა ნერვიულობდეს კიდეც, ცოტა დაძაბული იყოს, მაგრამ დრო და დრო ეს გაივლის, საუბარში გაივლის, მოდუნდი და მაქსიმალურად გაივლის და მე გადავწყვიტე გუნდთან ერთად მეგობრებო, გიორგი მშთამაგონა, მინდა პატარა ანონსი გავაკეთო, გიორგი მშთამაგონა, რომ გიორგისნაირი ახალგაზრდა ენტერპრენიორები დავპატიჟო ჩვენ პოდკასტში, თუ გაქვთ საინტერესო ისტორია მოსაყოლი მეგობრებო, ჩვენ ამ პოდკასტის ბოლოს აუცილებლად დავდებთ ლინკს, სადაც თქვენ შეძლებთ რომ თქვენი ისტორია მოგვიყვეთ და თუ დავინახეთ რომ ჩვენ შორის რაღაცა ქიმია არსებობს და შეგვიძლია ეს ისტორია გადმოვცეთ, ჩვენ აუცილებლად დაგიძახეთ, დაგპატიჟებთ და რაღაცა პერიოდულობით გავაცნობთ საზოგადოებას ახალგაზრდა ენტერპრენიორებს, რომელმაც გაბედეს, გააკეთეს თავისი ბიზნესი და შეიძლება ეხა ასეთი დიდი ბიზნესმენები ჯერ არ არიან, მაგრამ დარწმუნებულები რომ იქნებიან. მაგას ემსახურება ეს გზა საბოლოო ჯამში, თითოეულმა მათგანმა თავისი წილი წარმატება ნახოს, რისი ნახვაც უნდა და გიორგი არის პირველი მათგანი. მოდი გიო დავიწყოთ, სულ თავიდან დავიწყოთ, რომ საიდან მოვიდა შენი ბიზნეს იდეა, რატო გადაწყვიტე 18-19-ის იყავი, როდის დაიწყე? 19-ის. რა იყო შენი შთაგონება, რამ დაგაწყებინა ეს ბიზნესი? мотивация, საწყისი мотивация იყო მშობლების თხოვნა, რომ რაღაც გამეკეთებინა. მემუშავა. იმიტომ რომ ოჯახში ესე ვთქვათ, ფინანსურად გვიჭირდა. და მაგალითად დაახლოებით რომ მიხვდეთ, $2000 მანქანა ყავდა და უნივერსიტეტში რო წავსულიყავი, საწოვის ფული არ იყო ხოლმე საშუალება. და ეხა სტუდენტს სჭირდება თავისი ელემენტარული ხო და არ იყო მაგის საშუალება და ამიტომ აი როგორც რომ თხოვეს იქიდან მე უკვე დავიწყე ფიქრი რა მეკეთებინა. და იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ბიზნესიც ვსწავლობდი და გადაწყვეტილი მქონდა რომ ბიზნეს მინდოდა რომ მივყოლოდი, ბიზნესი დამეწყო. პირველ რიგში დავიწყო ფიქრი რა ბიზნესი შეიძლებოდა რომ დამეწყო. და აი მასე იყო პირველი. არ წახვიდე ჯერ მან კითხვა მაქვს. რატო გადაწყვიტე რომ ბიზნესი გესწავლა ჯერ? მოდი მაგიდან დავიწყოთ. როცა ვფიქრობდი სად რა სფეროში შეიძლებოდა, ანუ რამაც მიმიზიდა აქ იყო რომ მაშინ ესე დავინახე რომ უსაზღვრო იყო შესაძლებლობები, აი განვითარება შეგეძლო მუდმივად. ეხა რო ვაკვირდები ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყო და მაინც უსაზღვროდ ვითარდებოდე, მაგრამ მაშინ ეგრე დავინახე რომ ბიზნესში იყო ეს შესაძლებლობა. და რამე კონკრეტულმა შთაგაგონა თუ ანუ რამე პროდუქტმა ზოგადად ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა აი საიდან მოეჭიდე ამ ბიზნესის სწავლის იდეას? არა, აი უფრო ბევრს ვფიქრობდი სხვათა შორის, იმიტომ რომ რა პროფესიასაც აირჩევ, მე მთელი ცხოვრება იმით უნდა იცხოვრო. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ. იმიტომ რომ თუ ისეთი სფერო აირჩე, რაც მე მივხვდი რომ შენი არ არის, ან თუ გაყვები ისეთი ხარისხით არ გამოგივა, უგულოდ უნდა აკეთო და ეხლა როგორია მთელი ცხოვრება ის აკეთო, რაც შენ არ გინდა რომ აკეთო. ან კიდე უნდა დაანებო თავი და მაინც სხვა რაღაც დაიწყო. მაგ შემთხვევაშიც უამრავ დროს კარგავ. და ამიტომ ამ ფიქრში აი გაზრი ჩამომიყალიბდა, თან მათემატიკა კარგად ვიცოდი.
მიყვარდა ეგ საგანი. სად დაამთავრე შენ სკოლა? ესე იგი ახმეტაში ვსწავლობდი დაახლოებით 7-8 წელი. და დანარჩენი თბილისში. ბოლოს თბილისში დავამთავრე. წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა. და რანაირი ბავშვი იყავი? ჩვეულებრივი, რა ვიცი, ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი სხვა აქვს რაღაც თვისებები. როგორი გახსოვს შენ თავი? რა ვიცი, აი არაფრით ესე განსაკუთრებული გამორჩეული არაფრით რა იჩვენა. და რა მოგწონდა ბავშვი? რის თამაში მოგწონდა? რა ვიცი, მეგობრებთან ერთად ყოფნა. ისე კომპიუტერულ თამაშებსაც თამაშობდი, მაგრამ ნუ ეხლა რო ხვდები დროის კარგვა იყო. თუმცა უფრო სტრატეგია და აი მიზიდავდა ეგეთი ეს რა. რაღაც სტრატეგიები. ანუ მათემატიკა, სტრატეგია, რაღაცები. კი, მასში არის ერთმანეთთან კი. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. გამოგადგა ესენი მე ბიზნესში. აი ხა რო დამაბრუნა იმ დროში კომპიუტერთან თითქმის აღარ გავატარებდი დროს, უფრო ნაყოფიერად შეიძლებოდა გამოყენება, მაგრამ კი რაღაცაც ისი იქიდანაც შეიძლება რაღაცა ალბათ სასიკეთოდ გამოიყენო. საინტერესო. ეხლა დავფიქრე იმაზე. აი შენ რა ქონდა შესაძლებლობა რა შენ თავს შეხვდე წარსულში, ბავშვობაში. რომელი ასაკის შენ თავს შეხვდებოდი? რა ვიცი, რა შეიძლება პატარას. ნუ მაგალითად დავარიგებდი ჭკვაზე რა. ხო და მოიცა სანამ დარაგებაზე წახვალ რას ეთყოდი კი, მაგრამ რამდენი წლის? აი უკვე რო შეიძლება რომ დაელაპარაკო და რაღაცა გააგებინო იმ ასაკში, ალბათ უკვე 7-8 წლის. ოკეი. და რას ეთყოდი შენ თავს? რას დაარიგებდი? უფრო ისე მეცხოვრე, რა ქვია. სწორად, კარგად. რას გულისხმობ? უფრო მეტი შრომა, უფრო მეტი მეშრომა. თუნდაც ადამიანებთან მიმართებაში, უფრო დადებითი ადამიანი ყოფილიყავი და თუნდაც სწავლის მხრივ უფრო მეტი შრომა ჩამედო და არ გამეფლანგა დრო, იმიტომ რომ ის გაფლანგული დრო დამთავრებულია, გაფლანგულია. მე რაც არ უნდა მეტი იშრომო, კი ბატონო, მე შეგიძლია წარმატებას მიაღწიო, მაგრამ იმას მაინც ვეღარ არ უნდა აინაცხოვრებ. იმენა დღეს არ ფლანგავ საერთოდ დროს? როგორ არა? კი. ხო და შენ თავს 7 წლის რატო არიგებ მაშინ მასე დღეს? ანუ ხარ მაგის მაგალითი შენ თვითონ? იმდენად რომ ესე ვფლანგავდე დროს, არა, მაგრამ ეხაც რო ვთქვა რომ ისეთი ვარ მეთქი როგორც მინდა რომ ვიყო თქო, ეხა ვერ ვიცი. და როგორი გინდა რომ იყო? ნუ მაქსიმალურად ადამიანი უნდა შრომობდეს და უნდა ვითარდებოდეს სულიერადაც და თავის საქმესაც მაქსიმალურად წინ უნდა მიყავდეს. და მაშინ უფრო ეგ არ მქონდა გააზრებული. კი, ვსწავლობდი ის, მაგრამ აი ესე რომ გააზრებული და ჩამოყალიბებული ვიყავი და ის განცდაც რომ მქონოდა რომ ამდენად მნიშვნელოვანია მაშინდელი სწორად გატარებული დრო იმ მომენტში, ანუ იქ რაღაცას რო ისიამოვნებ, მაგალითად გადადებ იმ საკეთებელს, საშრომსო გადადებ და იმ მომენტს რაღაცას გაერთობი სიტყვაზე, ხო? იმ მომენტში ქსიამოვნებს და მე უკვე ეს დაკარგული დრო არის. და ეს ხელს გიშლის მე აი მთავარი წარმატებისკენ და მთავარი სიამოვნებისკენ, რაც წარმატება რასაც გაძლევს, რომ თავისუფალი ადამიანი ხდები, დამოუკიდებელი ადამიანი ხდები და ძლიერი ხდები. იმიტომ რომ კარიერის ამ რაღაცა საქმეს რომ მოკიდებ და მიდიხარ, სულ დაბრკოლებებია. მე ფიქრობ, აზროვნებ, როგორ გადალახო და ლახავ ამ პრობლემებს და მასე ვითარდება ადამიანი. კაი, მოდი დავიწყოთ პირველი, სანამ უბრალოდ ეს კითხვას გამიშთა, მანამდეც კითხვა გამიშ. შენ თქვი ახსენე სულიერი განვითარებაო, არ არის ბევრი ენტერპრენიორი, რომელიც სულიერ განვითარებას აყენებს იგივე რიგში, რაც წარმატება არის და სხვა რაღაცაები და შენ სულიერად როგორ ვითარდები? როგორ ანვითარებ შენ თავს სულიერად? აი გეტყვით. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი ეგ არის მთავარი ადამიანის წარმატებისთვის. მე სულიერ განვითარებას ვეძახი, საერთოდ განვითარებას. თუ სულიერად არ ვითარდება ადამიანი და შინაგანში არ ძლიერდება, ხო, იმის რაც არ უნდა შექმნას და გააკეთოს, ხო, მაინც აი ნამდვილი წარმატება არ იქნება. ძლიერი ვერ იქნება და ადამიანის წარმატებას და წარუმატებლობასაც ვფიქრობ, რომ შინაგანი აი სულიერი მომენტი განსაზღვრავს და
მე წარუმატებელი ადამიანებისგან რაც მომისმენია ძირითადად ხო გარემოს ადანაშაულებენ ამ საკუთარ წარუმატებლობაში რომ საკმარისად ვერ ეხმარება ვიღაც რომ სიღარიბეში ცხოვრობს და რა უნდა ქნას და ნაცვლად ხო აი გარეგანში პრობლემების ძიებისა საკუთარი თავის გარეთ ძიებისა უპირველესად საკუთარ თავში უნდა დაიწყოს პრობლემების და მანკიერი თვისებების მოძებნა რაც აი სულიერი ის არის ეგ მომენტი უკვე სულში ეხედები შენსაში და თუ წრფელად მოძებნის წრფელი თუ იქნება ხო გზადაგზა ხო სულ იპოვის პრობლემებს და შემდეგ ეს პრობლემები უნდა დათრგუნოს და მის ნაცვლად გაიუმჯობესოს დადებითი ადამიანური უნარები და მე შეიძლება მაგალითი მომიყვანო აი შენი პირადი მაგალითი ბოლოს ეხლა აი ახლა ბოლოს რა რომელ თვისების ტრანსფორმაციაზე მუშაობდი შენ თავში ეგ ვფიქრობ რომ სიცოცხლის ბოლომდეა ეგ ბრძოლა და რაც უფრო იბრძვი და მეტად იბრძვი მით უფრო ვითარდები აი მაგალითად წევა როგორც თქვი სიზარმაცეს ადამიანმა შეუძლებელია ვერ აღმოაჩინოს ეხლა მეც ეხაც ვხედავ ჩემ თავში სიზარმაცეს და მით უმეტეს თავის დროზე ხო თუ დაფიქრდება ადამიანი წრფელად ხო რომ აღმოაჩენს რომ ეზარება საქმის კეთება რა უნდა ქნას უნდა დათრგუნოს რაც ითრგუნება საკუთარი თავის იძულებით რომ იშრომო და ეს იძულება დიდი ხანი არ გაგრძელდება იმიტომ რომ რაღაცა დროის მერე რომ აიძულებ შენ თავს ხო უკვე შრომა გახდება შენი ცხოვრების წესი გახდება და სასიამოვნოთაც კი გადაიქცევა და მაგის ადამიანს ქვია უკვე შრომის მოყარი ადამიანი და ესე უნდა აი ესე მოძებნოს ეს პრობლემები და მე აი დადებით ადამიანურ უნარებს რო შეიძენ ხო რო განვითარდები ამ ხრე მე რასაც კი ხელს მოკიდებ ყველაფერში წარმატებული იქნები ყველაფერს ბოლომდე მივყვან იმიტომ რომ მან დიგულისხმება რომ მიზანდასახული იქნები ერთგული იქნები აი მაგალითად ეხლა დღეს ერთ რაღაცას აკეთებ გული აგიცრუდა იმიტომ რომ ის რაღაცა გერთულება მე მეორე საქმე დაიწყე იქაც რაღაც მომენტამდე მიხვედი და იქაც რაღაც სირთულე რო შეგხვდა გამოეკეცი ხო მანდ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ იმ საქმესაც თუ ბოლომდე არ უერთგულე ხო ვერც ერთ საქმეს ბოლომდე ვერ მიიღო რომ უნდა იყო შეუპოვარი უნდა იყო ოღონდ შეუპოვრობაში არ იგულისხმება რომ ვიღაცა უნდა დაჩაგრო ან ვიღაცას რაღაცა დაუშავო ეს ნიშნავს რომ კეთილად პატიოსნად ოღონდ შეუპოვრად აი ის ტკივილია თუ დაღლილობა არ უნდა აი მაგან როგორ თქვა ვაიმე და უიმე არ უნდა იძახო რა უნდა იარო შენი მიზნისკენ რა მაინტერესებს ის იგია ეხლა ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი არის ადამიანი რომელსაც ეხლა ფინანსურად უჭირს და სასტარტო კაპიტალი არ აქვს ხო როგორც შენ დაიწყე ეხლა ბიზნესი ანუ შეყვები იმ პერიოდს როდესაც რეალურად $2000 მანქანა არის საწვავის ფული არ არის როგორ გაბედე ბიზნესის დაწყება აი ამ მოცემულობით როდესაც არაფერი არ აქვს რამ გადაგაწყვეტინა რომ მოდი მე ჩემ კომპანიას დავაფუძნებ და ჩემ ბიზნესს დავიწყებ. აი რამ შეუწყო ხელი ამ გამბედაობას რომ არ დანებდე არ გახდე მსხვერპლი შენი მოცემულობის, ხო, ეხლა მოცემულობა არა, რაღაცნაირი, ხო, ფული არ არის, ის არ არის, კავშირები არ მაქვს, ფული არ მაქვს, სადღაც ვარ. კი, მე როგორც მივხვდი ბიზნესზე ჩააბარე, მაგრამ საბოლოო ჯამში სასტარტო რესურსები არ აქვს. კი ბატონო. ესე იგი თავარი საწყისი, რომ ნაბიჯი გადადგარი რწმენა. იმიტომ რომ თუ არ აგჯერა და მით უმეტეს ესე იგი იმედიც არ აქვს, ხო სად მიდიხარ, ხო არსად არ გადადგავ ნაბიჯს და იტყვი რომ აი ვერაფერ აბა რა გავაკეთო, ვერაფერს ვერ გავაკეთებ და რწმენა უკვე გადგმევინებს ნაბიჯს. აი სარწმუნოებრივი იმაშიც ეგრე არის. ჯერ უნდა ირწმუნო ღმერთი და მერე გაიწყებ და აქაც ეგრე არის. ჯერ უნდა დაიჯერო, რომ ის საქმე გამოვა და მერე უკვე რაც გაქვს, რის საშუალებაც გაქვს. უკვე იმითი დგავ ნაბიჯს და აი მაგალითად ახლა ჩემ შემთხვევაში როგორ მოხდა. ესე იგი მატერიალურად არანაირი საშუალება არ მაქვს, მაგრამ აი ჯეროდა ეს რწმენა მქონდა რომ გამოვიდოდა და აი არც მინერვიულია მაგ ამბავზე, არც დიდათა ეხა რომ გითხრათ რომ მაწუხებდა
არ ვფიქრობდი მაგაზე, იმდენად მტკიცე იყო რწმენა და ესე იგი პირველი რაც გავაკეთე იყო რომ კომპანიას ჭირდებოდა სახელის მოფიქრება, რომელსაც ფული არ ჭირდებოდა. მოიცა სანამ სახელზე წახვალ რაღაცებზე. თვითონ თაფლის იდეა საიდან გაჩნდა? ეგ მოგვიყევი ჯერ. მე ვიყავი დაახლოებით 3-4 წლის, როდესაც მამაჩემმა ფუტკარი იყიდა. იმის მერე ძალიან უყვარდა ეგ საქმე, შეიყვარა და უვლიდა ფუტკარს. და სულ იყო პრობლემა ხოლმე რომ ხა იქით სოფელში ვინც აწარმოებს, რაც არ უნდა საუკეთესო პროდუქცია აწარმოოს, ხა მარკეტინგი არა გაქვს. სახლში გიდევს ის და ხა ვიღაცა ახლობელი რო გაიგებს, მოდის და ყიდულობს და ვერ ყიდი ისეთ რაოდენობას. და სულ ამის პრობლემა იყო ხოლმე და ერთ-ერთი ეგ იყო რომ ორ პრობლემას გადავჭირდი ერთიანად. ერთი რომ მამაჩემის პრობლემას მოვაგვარებდი და მეორე რომ ხა რაღაცა ფასნამაც სიტყვაზე. მარტო მამაჩემისას კი არა, იქ ბევრი მეფუტკრია, რომლისგანაც შეიძლებოდა ამეღო და ის თაფლი საბუთუმო ფაში და მაღაზიებში შემეტანა. და ამით უკვე ორი პრობლემა მოგვარდებოდა. და თან ეხა სულ ვეხმარებოდი ხოლმე და მაინც სულ ვიყავი შეხებაში მაგ საქმესთან. ანუ მოცემულობა მოგიტანა ბიზნეს იდეა. შეიძლება ეგრე ითქვას. არა, ბიზნესი რომ უნდა დამეწყო, ეგ მაქედან არ წამოვიდა. ეგ იყო მაგას ალტერნატივა არ ქონდა. ეხა რაღაცა მომენტში რომ ეგ ვერ მომეხერხებინა დაუშვათ. ხო, მაშინ დავიწყებდი მუშაობას სადმე, მაგრამ მაინც მოვემზადებოდი ბიზნესისთვის. და უშუალოდ რახან მაგ სფეროს მოვკიდე ხელი, სხვა იდეებიც მქონდა, მაგრამ ამან განაპირობა ამ მომენტმა რომ შეხებაში ვიყავი მაგ იმასთან. მეფუტკრეობასთან, თაფლთან. და გაუზიარე ეგ იდეა ვის? სიმართლე გითხრათ, ეხა ნებართვა ავიღე, ნებართვა არ ამიღია, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ცუდი რა არის პირიქით. გაუხარდათ კიდეც რო უთხარი. ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ სუპო ეგ პრობლემა იყო რა. საუკეთესოს, აი მართლა რომ ერთი რაღაცა წვეთი რო ზედმეტად რაღაცა შეურიოს და რაღაცით რო ხარისხზე ოდნავ მაინც რაღაც უარყოფითის მოახდინოს, აი არასოდეს ეგეთი ის არ ყოფილა. და გაყიდვის პრობლემა სულ იყო. და ეხა კომპანიას თუ გავაკეთებდი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა და კიდე სხვა მეფუტკრეების პრობლემასაც გადაჭრიდა, ამაში გაუხარდათ ძალიან. და მეხმარებოდნენ კიდეც, რომ აი რაღაცა ეხა ხადა მე თვითონ ხან სადღაც წასასვლელი ვიყავი რაღაცა და მიწყობდნენ როგორც შეეძლოთ ხელს მშობლები და გარშემომყოფებიც. არაერთი ადამიანი დამით გაგვერჩია. ვინები დაგიდგნენ? ვინ მოგცა პირველი რესურსი, რითაც ბიზნესი დაიწყო? აი სანამ მაგამდე მივალთ თანხა ვინ მომცა. მირჩევია თუ თქვა ჯერ ნაბიჯი გადავდგი, რამაც განაპირობა მე ამ თანხების მოძიება. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ნაბიჯები რო არ გადამედგა, ის თანხები არ გამოჩნდებოდა. მოვიყევი ეგ ნაბიჯები. კი. აი ადამიანს ფული არ აქვს, ხო, ამ შემთხვევაში ჩემზე ვსაუბრო. არა მაქვს არანაირი საშუალება. ხო, რისი გაკეთება შემიძლია. კომპანიის სახელი მოსაფიქრებელია, ხო? ეხლა შეიძლება ადამიანმა დაიწყოს, რომ რა აზრი აქვს. სანამ ფული არ მაქვს, ეხლა მოიფიქრე სახელი, ხო, რა აზრი აქვს. მაგრამ მე ანუ აი მიზანი რო გაქვს დასახული, რაც შეგიძლია, იმას აკეთებ. და ხო ჭირდება მაგასაც დრო. ამიტომ მოუფიქრე სახელი. უნდა ყოფილიყო ისეთი სახელი, რომ ესე იგი ხაზგასმული ყოფილიყო, პრემიუმ ხარისხი. და ანუ ამ სახელში სამეფო თაფლში ჩადებულია, რომ ისეთი თაფლი, რომელსაც მეფეს მიართმევდით. ეხლა მეფეს არ ამგონია ვინმეს გაებედა, რომ დაბალი ხარისხი მიეტანა. შემდეგ ჭირდებოდა ლოგო. ლოგოზეც ეხლა შეიძლება მანდაც რომ აი არ გააკეთოს ეგ საქმე ადამიანმა და ანის დაიწყოს რომ ეხლა აი უნდა გავაკეთო და დიზაინერები მჭირდება და ფული მჭირდება. ან ამ ეტაპზე რა აზრი აქვს? ან კიდე აი როგორც მე გავაკეთე, გავედი მეგობართან. ვიმსჯელეთ როგორი ლოგო უნდა ყოფილიყო, მივედით იმ აზრამდე რომ მარტივი უნდა ყოფილიყო და რთულის გაკეთების შესაძლებლობა არც მქონდა და ეგ რეალობა გამიხარდა. იმიტომ რომ ბევრ ძლიერ კომპანიას ქონდა ძალიან მარტივი ლოგო და აი Paint-ის პროგრამაში რა.
რაღაცები მოვჭერით და ნახევარ-საათში ავაწყეთ ეს ლოგო. რა თქმა უნდა, შემდეგში დახვეწის პერსპექტივით. ეხლა ბიზნესი, როგორც ადამიანი, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ბიზნესიც მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. თუ შეგიძლია რომ ხარისხი კიდე უფრო დახვეწო, უნდა დახვეწო. თუ მაქსიმუმზეა, მაშინ თვითონ ბრენდინგი შეგიძლია უფრო გაალამაზო. თუ ეგეც მეტი აღარ შეიძლება, მაშინ რაღაც სიახლეები დაამატო. მოკლედ, აი წინსვლას განვითარებას არ უნდა ქონდეს რა ალტერნატივა და ამიტომ იმ მომენტში თუ იდეალური არ იქნებოდა, ეგ არ იყო შემაწუხებელი. გავაკეთე ეს ლოგო, მერე ეტიკეტი მჭირდებოდა, მთლიანი. ამასაც ცოტა პატარა თავისადგება ჭირდებოდა, მოძიება ჭირდებოდა ინფორმაციას, რა უნდა დაგეწერა, დაგეტანა. მე კიდე დრო მქონდა, სხვას მაინც რა უნდა გამეკეთებინა და მოვიძია ეს ინფორმაცია. მერე მოძებნა ქილების ბითუმად მოვაჭრე. ვიყიდე რამდენიმე ზომის ქილა, რომელიც მომეწონა. და დავხაზე რა ფორმის ეტიკეტი უნდა გამეკეთებინა. მერე ეს მივიტანე დიზაინერ ეტიკეტების კომპანიაში, რომელიც ბეჭდავს ეტიკეტებს და უთხარი რომ აი ეს ნახაზები, აი ეს ქილები, აი ეს ინფორმაცია სრული და მინდა აი ეს დავიტანოთ და დავბეჭდოთ. და დავათვლევინე ფასები 1000 ერთეულზე, 5000, 10000 რა დაჭდებოდა. და 2-3 დღეში ამიწყეს დიზაინი და მოკლედ დიზაინიც მზად არის ეტიკეტის. და წავედი და შეპესე დავარეგისტრირე მე. აი მანდაც ეხა ბევრი იტყვის რომ რა აზრი აქვს ეხა ამ შეპესეს დარეგისტრირებად ყველა თავი უნდა ვიტყვი, მაინც ეხა პასუხისგებლობა არის და მე იმდენად მივდიოდი ჩემი ბიზნესკენ, სულ არ ვუყურებდი იმას რომ არ მქონდა საშუალება რა. და აი ხა ერთი შეხედვით, ხო, თითქოს არაფერი არ მეჭირა ხელში. ყველაფერი რაც გავაკეთე, არაფერში აი ეს შეპესეთ დარეგისტრირება, როგორც მახსოვს 70 ლარი ხედა. მაგრამ მეორე მხრივ რო შეხედავ, ხო, უკვე საქმე გაქვს გაკეთებული და აი მახსოვს რეაქცია, რაც ჰქონდათ მაგაზე, რომ ბავშვსო, რა გააკლიაო, ცოტა ფული გააკლიაო, რომ ბიზნესიო ამუშაოსო. და აი ეს არის მნიშვნელოვანი, ამას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ თუ შენ ელოდე, როდის მოვა ვინმე კეთილი ბიზა და кейსით ფულს მოგცემს და აბა გზას დაგილოცავს, ხო, არ მოხდება ეგ, აი ილუზია არის. ხო, მაშინ უნდა რაღაცა ძალიან გაიჭირო და უდიდესი ვალები აიღო და მაგიც რაღაცა წარუმატებლობისკენ უფრო ხედავ მაგ ნაბიჯს რა. და აი ამ იმან არც დამიწყია რომ აი ფული თუ შეგიძლიათ რომ ის აი არც მithოვი, ანუ ისეთი სიტუაცია რომ დამინახეს უკვე რომ კომპანია თან როგორ ჟღეს დაფუძნებულია, ხო, ამ დროს მიდიხარ არეგისტრირებად, მაგრამ ანუ მე ეს გათვლები არც მქონდა, ვერც გათვლი, თან სრულიად გამოუცდელი ადამიანი ამდენ რაღაცას როგორ გათვლი, უბრალოდ აი ეგ არის. იმ რწმენიდან გამომდინარე გადაიდგა ნაბიჯები, ხო, თავისთავად ეგრე გამოვიდა და გამოჩნდა მე 30000 ლარი. 10000 პაპამაჩუკა, 10000 ბიძამ გამომიგზავნა, მშობლებმა სესხი ამიღეს. 12000 დაუმტკიცეს იმის იქით, არც დაგვიმტკიცეს, აი ხო ხვდებით რა შემოსავლებზეა საუბარი. გავარემონტე პატარა ფართი. რომ ისე ყოფილიყო ყველაფერი სუფთად. ქილები შევიძინე. ანუ მე ერთი რაღაცა მინდა დავაზუსტო. ყველა იმ შენ ოჯახის წევრს რა გააკლია ბავშვსო, ფული აკლიაო, თორე დანარჩენი ყველაფერი გააკეთა, ანუ შენ ამბობ რომ ის ნაბიჯები რო არ გადაგედგა, რაც გადადგა. იმ ადამიანებსაც არ მოუნდებოდათ რეალურად ალბათ შთაგონება მოხდა ამ ადამიანების, ხო, შენი ამ მოქმედებებით. დაინახეს რომ ბიზნესკენ უკვე სიარული დაწყებული მქონდა. მე ვიტყვი რომ ბიზნესიც დაწყებული მქონდა. ეხლა ბიზნესის ხო არ არის გინდა თუ არა იმავე დღეს მოგება ნახო. ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო და მივდიოდი იმ ბიზნესკენ და დაინახეს რომ იმის გარეშე უკვე ყველაფერი გაკეთებული მქონდა. და მაგ დროს ხო, ნუ ეგრე ხდება რომ როგორც ჩანს რომ თვითონვე უჩნდებათ სურვილი რომ გვერდში დაგიდგნენ. და შენ რო ეუნები ხა შენ თუ მე არ დამეხმარები, აბა მე რა გავაკეთო, ხო, აი როცა უჭირთ ეხა და ვალები აქვთ თვითონ და თვიდან თვემდე თავის გატანაზე არიან, ვერ მოსთხოვ რა, რომ პატარა ბიჭს, რომელიც სრულად გამოუცდელი ხარ, მთელი თავისი რაც შეუძლია თანხა მოიძიონ, შენ განდონ და ჩაგაბარო.
ამიტომ ეგ რო არ ყოფილიყო, აი მაგი ეგ არის მთავარი. პასუხისგებლობა იგზენი იმ მომენტში, როცა ამდენმა ხალხმა რაღაცა ის რეალურად რაღაცნაირად მეტი არც მიცეს შობლებს ფული, როგორც მე გავიგე და ხა ეს ფული შენი ოჯახისთვის საგზნობი ფული იყო და საგზნობი კაპიტალი იყო რა? დიახ. კი როგორ არა პასუხისგებლობა ვიგრძენ, იმიტომ რომ ის ფული ანუ მენდნენ და თვითონ მოიკლეს და დაუბრუნე ეგ ფული. ის კრედიტი მე თვითონ გადავიხადე მე ამ საქმით. და ნაწილი მაჩუქეს ისე. ნაწილი გაჩუქე. ნაწილი მაჩუქეს, ხო. და კრედიტი შენ გადაფარე. კი. და თუმცა იმის გადახდაც მე პრობლემა არ იქნებოდა რა. მაგრამ ეგრე ხდება რა, აი წინასწარ მაგას ვერ გავთვლი ხან სულ არ მქონდა ეგ გათვლები მე თავიდან, რომ ეგრე უცბად თანხას გამოვნახავდი. მაგიტოა რა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე და ტვინის ჭყლეტვის გარეშე შენი მიზნებისკენ უნდა იარო და მე არის ისეთი რაღაცები მოხდება, რომ გამორიცხული ამის განსაზღვრა. და აი რომ მთავარია გზაზე იდგე და იარო ამ გზაზე და ის შესაძლებლობები მოვა მაშინ, როცა გზაზე დგახარ, ხო? შენ ამას ამბობ. რომ მიდიხარ მოგეშველება, მაგრამ შენ თუ ელოდები რომ მოვიდნენ და სხვამ დაგაწყებინოს ის საქმე, ხო? სხვა იყოს მოტივი, რომ ხა აბა აგერ ფული და საქმე დაიწყე. ხო, ეგრე არ ხდება. უნდა დაინახონ რომ უკვე შენ ის კი არ გჭირდება რომ დაიწყო, არამედ მიშველება გჭირდება. ან შენ იწყებ სინამდვილეში. შენ იწყებ კი. და მე მოსაშველებელი ხარ. დაგეხმარებიან, ხო. ნუ ეგ კანონები არსებობს რაღაცა ცხოვრებაში. ღმერთისგან არის ეგ დაწესებული. რა კანონებს გულისხმობ? აი როგორ არის მაგალითად სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, მე რასაც დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანი რომ თავის გასაკეთებელს აკეთებს და იმის იქით უკვე მას ძალა აღარ აქვს რომ გააკეთოს მის შესაძლებლობებს აღემატება. მერე დანარჩენს უკვე ღმერთი აკეთებს და ეს კანონები არის რომ შენ მაქსიმუმს რო აკეთებ, მერე დანარჩენი თავისთავად ხდება. ეგრე მოხდა ზუსტად. და მალევე გამოჩნდა მე აწარმოე საქართველოს და თქვენს რომ მე არც ვიცოდი საერთოდ ეგ თუ არსებობდა. არც მაინტერესებდა ხა სტუდენტობაში სულ არ ვეძიებდი რა პროექტები იყო. მე არ მეხებოდა და ეხა სხვა საფიქრალი მქონდა მაშინ. და რა ქონდა საფიქრალი? სტუდენტური ამბები რა. ეხა პროექტებს ხوار დაუწყებდი არ იყო საინტერესო მაშინ. და ესე თქვენს რომ ეხმარებიანო იმ ბიზნესებსო რომელსაცო სჭირდებაო დახმარება. სოფლის მეურნეობას უნდა შეხებოდა. სოფლის მეურნეობას ეხებოდა და აი ისეთი შემართებით მივედი მეთქი ხა მე თუ არ მჭირდება, აბა ვის სჭირდება დახმარება. ანუ არც წარმომედგინა რომ ეს პროექტი ეს დაფინანსება არ მომეპოვა რა ძალიან ისე რწმენით მივედი მანდაც. მთელი გულით დავწერე ის პროექტი. და აი ძალიან ისე მოვეკიდე იმ საქმეს რა და ბოლოს მოდიოდა კომისია. რომელიც გამოწმებდა რამდენად სიმართლე გეწერა და რომ შეგვამოწმეს და ნახეს რომ სრულიად აი იყო მარტო საწარმო, პატარა საწარმო გაკეთებული. მაგრამ დანადგრები არ იყო. პირველად თაფლი როგორ ჩამოვასხით, იცი როგორ ვასხავდი. ბალონს ქონდა ონკანი დაუყენეთ და ქვემოთ სასწორზე ქილაიდო. იმას მოუშვებდი, მოდიოდა და წონა რომ შესრულებოდა, უნდა დაგეკეტა. და აი ძალიან ის შრომატევადი იყო რა, მაგრამ მანდაც ეხა ადამიანი რომ დაიწყებს რომ აბა ეხა ამით ვერ გავაკეთებ და ის მჭირდება და რაღაცა ხო იმით დაიწყე და მე ისიც გამოჩდება. თუ არ დაიწყებ, ისიც აღარასდროს აღარ გამოჩდება. ამიტომ არ უნდა დაგეზაროს და არ უნდა ითაკილო იმით იშრომო, რაც გაქვს, ის საშუალებაც გაქვს და რომ ნახეს ხო გაუკვირდათ რომ რანაირად აკეთებთო ამითო ესეო დანადგრების გარეშეო ესეთ საქმესო და იმ 15,000 ლარში ისეთი მაგარი დანადგრები მომივიდა, ხა თაფლის იმას არ ჭირდება რაღაცა ძალიან ძვირიანი ის და დღემდე ვიყენებ იმ დანადგრებს. დღემდე გაქვს ეს დანადგრები? დღემდე მაქვს. და აი ხა იგეც 15,000 ლარი ამ გადმოსახედიდან ბევრი არაფერია, მაგრამ მაშინ იყო მთელი რაც კი თანხა მოვიძიე დამატებით 50%. ვინ გაჩუქებს ეგრე? აი გარი რა რომ გზა ისეთი რაღაცები გამოჩნდება ვერ დაგეკმო. მერე იყო ის მომენტი რომ
ჯერ პრემიუმ ხარისხის თაფლი ქონდა, ვინც გასინჯავდა, ხო და ვისაც ცოტა თაფლი ესმოდა, გამორიცხული იყო, რომ არ მოწონებოდა. და თან დედა ჩემმა მირჩია, რომ ფიჭა ჩავდოთო ქილაში. და როგორია ხა მომხმარებელი მიდის და პირდაპირ ფიჭიანს ყიდულობს. ძალიან მომეწონა ეგ იდეა. ეგეც ერთგვარი ნიჭია, შეიძლება შენგან არ მოდიოდეს ის იდეები, მაგრამ რო დაიჭერ სწორი იდეას, ხო? ეგეც სიჭკვიანი არის. ხო და მე ვთქვი რომ კაი თქო, ოღონდ ხა აბა ეს ხა ცოტა ძვირიანი სიამოვნებაა და ახალ წელს გავუშვათ მეთქი ერთი 500 ქილა სიტყვაზე თქო. მაგრამ იმუშებად მაინც გავაკეთე. და თავიდან რომ ის გათვლა იყო რომ პატარა მარკეტებში შემეტანეს პროდუქცია, ხო? ისეთი პროდუქცია აღმომაჩნდა ხელში, რომ აი ყველა კარი გაიღო აბსოლუტურად. უდიდესი ქსელები სადაც შესვლის გადასახადია ისეთი რომ ეს უბრალო ვერ მიხვალ უბრალო ადამიანი და ვერ დაიწყებ თანამშრომლობას, აი ისე მოხდა რომ ან საერთოდ შესვლის გადასახადი არ გადაგვახდევნეს და გვითხრეს ქართული წარმოება და ხელს გიწყობთ. ან რაღაცა მცირედი იყო და ისიც გვითხრეს რომ მოგება ამოიღეთ და მე გადაიხადეთ რა, მთლად ისე უბრალოდ არ გამოდის რა და ძალიან მოეწონათ ეს ფიჭიანი მოეწონა, სიახლე იყო, არ იყო საერთოდ ბაზარზე, არსად არ იყო მაშინ. და მოკლედ რაღაც სავიზიტო ბარათივით გახდა ეს ფიჭიანი თაფლი და ნუ ეგრევე გადაწყდა, რომ არა საახალწლოდ უნდა გამოშვებულიყო, არამედ მუდმივ რეალიზაციაში უნდა ჩაშვებულიყო. და მოკლედ აი ესე აღმოჩნდა, რომ უცბად აღმოჩნდა, რომ პატარა, ძალიან პატარა კომპანია, ნული, ჯერ არაფერი და უდიდესი კომპანიები პარტნიორად. როგორი გძენით ამი როცა ეს მოხდა? უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ნუ რა თქმა უნდა, ხა მიხაროდა, რომ ხა ეგენი ხო გათვლილი არ იყო, აი რანაირად უნდა გათვალო ეგრე, რომ იქ შესვლის გადასახადს არ გადაგახდევინებენ, ხელგაშლები დაგხვდებიან და ძალიან ისე ვერ გათვლი მაგებს და რა თქმა უნდა რაღაცა სასწაული ეხა რო ვფიქრდები მით უმეტეს რო აანალიზებ, ხო, აი სასწაულები ხდებოდა რა და ეგ არის მაგას ვიძახი რომ დაიწყებს ადამიანის სიარულს მიზნისკენ. უამრავი რაღაც ისეთი მოხდება იმ კანონებიდან გამომდინარე, ხო, რასაც ვერ განსაზღვრავს და ამიტომ უნდა გადადგას ეგ ნაბიჯები, უნდა დაიწყოს. ნაცვლად იმისა, რომ აბა ეხა რა ვქნა და როგორ ავქნა. რაც შეგიძლია ის გააკეთე და დანარჩენი მერე ნახავ რაც მოხდება. ანუ შენ ამბობ რომ მე რა მაინტერესებს ისე მოდის ესე დავსვა კითხვას რომ ანუ ღმერთის ნება იყო, ანუ ისე ყვები შენ თითქოს, რომ აი ღმერთმა დამეხმარაო, მე დავიწყე ნაბიჯების გადადგმა, ვერ გავთვლიდიო, აი ესეთ რაღაცებსაც მოხდაო და ხო და რა მაინტერესებს ისე შენ დაგეხმარა თუ ყველას დაეხმარება თუ როგორ ხედავ? გეტყვით. მანდ არის დამოკიდებული უკვე იმაზე რწმენის ამბავია მანდ. ეხა ვიტყვი ჯერ სწორი რწმენა რომელია, სადაც ეგ კანონები მოქმედებს. როცა ადამიანს წამს ღმერთის ოღონდ ფეხი-ფეხზე კი არა გადადებული და ისე სწამს, ეგ ფანატიზმი არის. თავის მაქსიმუმს აკეთებს, შრომობს, კეთილად, პატიოსნად და რაც მის ძალებს აღემატება, იქ უკვე ღმერთის იმედია, რომ დაეხმარა. შენი რწმენა წამსო ღმერთისო. საიდან მოდის? აი სად დაიბადა შენი რწმენა ღმერთის? მაგის საფუძველი არის შექმნილი. არსებობს კეთილი და ბოროტი. და არსებობს სწორი და არასწორი და ეგ უკვე თუ ჩაუღრმავდება მაგას ადამიანი და დაუკვირდება, ეგ უკვე არის მაგის საფუძველი რო გწამდეს. ეგ გავიგე ზოგადად როგორც კონცეფცია მესმის, მე შენი რწმენა მაინტერესებს, შენში როგორ დაიბადა ეგ, საიდან მოდის ეს რწმენა, რა საკიდან გახსოვს ეს რწმენა შენში? პატარაობიდან მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი მშობლებიც მორწმუნეები არიან და ეკლესიაშიც დავყავდი ხოლმე და ბავშვობაში პირველი წიგნი რაც მაკითხებდნენ საბავშვო ბიბლია იყო და იქიდან ეს რწმენა მქონდა, მაგრამ მე ხო ფიქრობ ადამიანი ხა რაღაც სისულელი სხვა რა მწამს. იქნება არ არის იქ სიმართლე და სხვაგან არის სადღაც და მე უკვე რო დავფიქრდი რეალურად რა იყო სიმართლე, აი მაგი ეგ არის საფუძველი. რომ კეთილი და ბოროტი არსებობს. სწორი და არასწორი არსებობს და ადამიანი მაგ ცხოვრებას აირჩევს.
კეთილ ცხოვრებას. პატიოსან ცხოვრებას, ხო, უკვე შინაარსობრივად ნიშნავს, რომ მაინც ესეთია. ღმერთის რწმენას ნიშნავს ეგ უკვე. და მაგ შემთხვევაში ეს კანონები მოქმედებს, იმიტომ რომ და არასწორი რწმენა არის კიდე რომ შენი თავის გწამს. მაგ დროს ნახე მთავარი და ყველაფერი ხარ შენ თვითონ. და ადამიანი ვინ არის, ხო? ადამიანს ჩარჩოებში არის მოქცეული, უამრავ რაღაცას ვერ გათვლის, ვერ განსაზღვრავს და აი შენს გარეთ, ხო, კაი, შენში დაუშვათ ყველაფერი განსაზღვრო. შენს გარეთ შენზე არ არის დამოკიდებული რა და როგორ მოხდება. და დაუშვათ, აი ესე დაიწყო ადამიანმა რომ საკუთარი თავის სწამს და დაიწყო მოძრაობა, ხო? სადღაცა რო კისერს წაიმტროს, მერე აუცილებლად მოხდება. ეხლა ეგრე უშეცდომოთ ვის გაუვლია გზა. მერე უკვე არჩევანი დაუდგება. ან უნდა მიხვდება რომ სუსტი არის, ისეთი მაგარიც არ ყოფილა, როგორიც ეგონა და ის რწმენა დაეკარგება და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და გაჩერდება, ან მეორე არის რომ ძალიან ჯიუტი აღმოჩნდება ეს ადამიანი და იტყვის რომ არა, რას ამბობ, ანუ მე მაინც მივალ იქამდე, იმ მიზნამდე. და ეგეთი ადამიანი, რომელს ცხოვრებაშიც აი ეს სწორი რწმენა არ არის და მთლიანად თავის თავზეა და რადაც უკვე ესეთი ხდება მან ადამიანთან, როგორ არის, უამრავი ისეთი უსამართლო რამე შეგემთხვევა. მოვლენ, შეიძლება დაჩაგვრა დაგიპირონ, რაღაცი წართმევა, მოპარვა. ხო და შენ რო გადაწყვეტილი გაქვს, რომ იმ მიზნამდე უეჭველად უნდა მიხვიდე, უკვე ეგეთი ჟილკით რო ხარ და შენი თავის იმედზე, ხო, უკვე ბევრ რაღაცაზე წამსვლელი ხდები ამ გზა და გზა. და აი იმ დამჩაგვრელებს ემსგავსები მერე. და უკვე არაკეთილ სინდისიერი ხდები შენ თვითონ რა, უკვე ნებისმიერ ფასად უნდა მიხვიდე იქამდე და ვიღაცები მიდიან, მაინც რაღაც დიდ სიმდიდრეს აღწევენ, მაგრამ აი მე რასაც ჯერ ადამიანებსაც რო დავკვირვები ვარ, მერე რაც მომიძიებია ინფორმაციები. ბედნიერებას ეგეც არავის არ მიუღწევია. აი შემიძლია მაგაზე ისე უფრო სიღრმისეულად ვისაუბრო, გამორიცხულია და ეხა ადამიანის საწყისი რა არის, რომ რაღაცა სიამოვნება განიცადო ხო იმ წარმატებაში და ბედნიერი იყო და თუ თუნდაც უდიდეს კომპანიებს შექმნი და სრულიად მოკლებული ხარ ბედნიერებას, რაღა არის იმისი ფასი. ეგეთი ადამიანი მე რო გარდაიცვლება ხოლმე, მდიდარი და ეგეთი არაკეთილ სინდისიერები, მისი მტრები იყოფენ ხოლმე იმის ქონებას და ეხა ის რომ წამოვაყენო და კითხო რომ რას ფიქრობ, ეხაო იტყვის რომ ყველაზე ჭკვიანი მეგონაო, ჩემი თავიო, ამხელა ქონება შევქმენიო და ეხა რო ვუყურებო, ყველაზე სულელი აღმოუჩდიო, ჩემი ქონება. და შენ როგორ გინდა ცხოვრება დაასრულო? აი რანაირი ცხოვრებით გინდა რომ იცხოვრო და ბოლოს რანაირად გინდა რომ დაამახსოვრდე ადამიანებს? აი როგორც გითხარით, სწორი და არასწორი არსებობს და სწორ გზა რაც სწორია, იმას ალტერნატივა არ ექნება ჩემთვის. ყველა შემთხვევაში აი მაგ ხა შეიძლება ადამიანს რაღაცა შეეშალოს, ხა ეგრე უშეცდომოდ დღემდე მეშლება რაღაცა შეცდომა. და რა არის ეს სწორი? იმიტომ რომ იცი რა არის, გიომე, ამ სწორია და არასწორიას ფრთხილად უყურებ საკმაოდ, იმიტომ რომ ამ სწორია და არასწორიას პრინციპით ძალიან ადვილია განსაჯო საკუთარი თავი, სხვა ადამიანის. ჩვენ ხო იცი ისა რა ქვია, ნუ განჟიო და განჟილი არ იქნებიო, დაახლოებით მაგამდე მივდივარ. ხო და რას ეძახი? მოდი იმ კუთხით კი არა რომ ამ ფრაზას გამოში, უბრალოდ მართლა მაინტერესებს უკან, რას ეძახი შენ სწორს და არასწორს? გეტყვით. ჩემი აი როგორ გინდა დაასრულო სიცოცხლე, თან ეგეც ხომ გეტყვით. მთავარი მოტივი ეხლა ცხოვრების მოტივი არის ჩემთვის სიცოცხლის მსახურება. სიცოცხლის მემსახურებოდე და რა არის ეს? საქმიანობა, ადამიანის საქმიანობა ისეთი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს ემსახურება, მათთვის სიკეთის მომტანია. არიან ისეთი ადამიანები, რომლის შრომა ძალიან შრომელებიც არიან, აი როგორც გითხარ, მიზანდასახულებიც არიან, მაგრამ იმათი შრომა ხო პირიქით სიკვდილის ემსახურება, ადამიანებში ბოროტებაში აქვთ ავადმყოფობა, სულიერი, ხორციელი, შფოთვი, არეულობა, ტყუილი. ხო და არ სიკვდილს არ უნდა ემსახუროს და უნდა ემსახუროს სიცოცხლეს, რაც არის ადამიანებში მეტი ერთობის, სიყვარულის, ჯანმრთელობის მათ შორის და ყველაფერი იმის შეტანა, რაც მათ სიცოცხლეს ემსახურება და ამით ცოცხლობ შენც.
აქ უკვე შენი ისიც არის. საზრდო ამით კი. მაგრამ ხო ძალიან ბევრი ადამიანი არის, ხო ალბათ ისეთ სფეროში, რომელიც რავი, დიდად არ დარდობს ალბათ სხვა ადამიანებზე, ანუ შენ ამბობ, რომ ეს საბოლოო ჯამში შენ არ გინდა ეგეთი ცხოვრება. როგორი? ну სადაც შენი პროდუქცია თუ სერვისი თუ პროდუქტი თუ რასაც უშვებ, როგორც მე გავიგე, შენ გინდა რომ ადამიანები სიცოცხლეს და კეთილდღეობას ხმარდებოდეს და მათ კარგად ყოფნას. შენთვის მნიშვნელოვანია. კი, მთავარი. მე არასოდეს ისეთ საქმეს ხელს არ მოუკიდებ, რაც არ უნდა რაღაც სარფიანი შემოთავაზებები იყოს, რაც ადამიანთა სიკეთეს არ ემსახურება, რაც მათ როგორ ვთქვა, ანუ ცუდი უნდა შეიტანო. აი მაგალითად ნებისმიერი აი გლეხი ავიღოთ, ხო? მიწას ამუშავებს. ხო შეიძლება უარგესი პროდუქცია აწარმოოს და მოგწამლოს. და შეიძლება ისეთი პროდუქცია აწარმოოს, რომ პირიქით გამოგაჯამრთელოს კიდეც. ხო და ყველგან არის ეგ არჩევანი. როგორ უნდა აკეთო საქმე და რა საქმე და ეხლა შენ თავზე თუ ხარ მთლიანად ორიენტირებული, აი ის როგორც თქვი, რომ საკუთარი თავის მარტო საკუთარ თავზე დაიმედებული უკვე ნებისმიერ ფასად რო იქ ცდილობ მისვლას, ხო, აი ეგ მომენტი აღარ. ამას ეგოიზმი ქვია, ხო? ამა ხა რა არის სხვა, ანუ როცა მარტო შენ თავზე ფიქრობ და შენ კეთილდღეობაში ეგოისტი ხარ. კი. და მე ხა ეს ცხოვრებაში ეს ყოველდღიურად რო იმ არჩევანს აკეთებ არასდროს. ყალიბდები უკვე ეგეთი ხდები, სხვანაირად უკვე აღარ იქცევი. უკვე აი ერთ-ერთი ბიზნესმენის ცოლი ამბობდა, რომელმაც თავი მოიკლა. აი ამ გზაზე იარა და ძალიან მდიდარი გახდა ის კაცი და მე სწრაფად რო გამდიდრდე, ხო რა უნდა გააკეთო? უდიდესი ვალები უნდა აიღო, რაც არ უნდა მულტიმილიონერი იყო, მაინც კიდე დიდი ვალები, სულ ახალი რაღაცეები და იქ მახინაციებსაც უნდა მიმართო, რომ რაც შეიძლება დიდი ის შექმნა და ამბობდაო, რომ ჩემი ღირსებაო, იზომებაო, ჩემი ფულის რაოდენობითო. და იმან როგორც კი დაკარგა ის დაახლოებით 80%, რაც ჰქონდა. ხო, ესე იგი ფულთან ერთად ღირსებაც დაკარგა, მისი აზრით. და სხვისო აი გარეთ აღარ ყოფდაო რა. ისე სწვენოდაო. ღირსების გარეშე იყო დარჩენილი და მატარებელს შეუხდა. ბევრი არის ეგეთი ისტორია. ხო, არიან ეგეთებიც და არიან ისეთებიც, რომელიც რა ვიცი, მილიარდებით შექმნეს და ღირებულებას შექმნეს შესაბამისი, ანუ ყველანაირი ისტორია არსებობს ალბათ გიო, ანუ კი, კეთილიც არის და ბოროტიც არის, ბატონო. კი, ყველანაირი ისტორია არსებობს და ჩვენ რას ვირჩევთ? კი. ალბათ რას მივსდებთ, რას ვირჩევთ და რა შთაგვაგონებს, ეგ არის საბოლოო. პატიოსნად სავსებით შესაძლებელია უდიდესი ბიზნესების შექმნა. აი სავსები. მე პირიქით ჩემი რჩევა იქნება, რომ არაპატიოსნად 100-დან 1 გაძვრება. აი მაგალითად რა, ესე ზოგადი რო არ იყოს საუბარი. აი როცა პატიოსნად მოქმედებ, ხო? შენ არ ატყვევ მომხმარებელს. რო არ ატყვევ მომხმარებელს, ხო, რას ნიშნავს, რომ მუდმივი კლიენტი გეყოლება. კი არა და პირიქით გაიზრდება ეს რიცხვი. რა ხარისხითაც დაიწყე დღეს ხვალაც და 10 წლის მერე და რა ვიცი, სანამ იქნება ის საქმე, თუ არ გააუმჯობესე რამენერად არ გააუარესებ. მეორე არის თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. ეხლა ხო არიან ისეთი წესის ადამიანები, რომ აი მაქსიმალურად აი არ აინტერესებთ იმათი ფედი საერთოდ და მაქსიმალურად მომხმარებლური დამოკიდებულება. რომ აი რაც შეიძლება გამოიყენოს და არ აინტერესებს რა თავის თავზე ორიენტირებული და როგორც შეუძლია რომ გაწუროს და ისე ვთქვათ. თვითონ იმისის რომ მთლიანად თვითონ გამოიყენოს აკეთებს ამას და არიან ისეთებიც რომ ხო შეიძლება რომ კეთილად იყო განწყობილი და ცდილობდე რომ იმათვის რაღაც სარგებელი მოიტანო. ხო არის ეგ დამოკიდებულებაც და სავსებით სხვადასხვა იქნება კომპანიაში გარემო. მაგას მენეჯერი ქმნის მაგ გარემოს. და სადაც ურთიერთ პატივისცემა და ურთიერთ რაღაცა კეთილი დამოკიდებულება, ბევრად სხვანაირი შედეგი იდება იქ. იმიტომ რომ შენ რო ცუდი დამოკიდებულება გაქვს, ის გამორიცხულია რომ ვერ იქცნოს ეგ ადამიანმა და ანალოგიურად გიო დაუბრუნდეთ სტუდენტობის დროს, ესე იგი კომპანია, ანუ ეს დანადგარები შენ აწარმოებს საქართველოში, აიღე სტუდენტობის დროს, ხო? ჯერ კიდე სტუდენტი ხარ. თუ უკვე არა, თუ უფრო სტუდენტი ვარ, კი, მეორე კურსზე. მეორე კურსზე. კი. მოხდა
რაღაცნაირად ფეხზე წამოყენება მაგ სულ კურსელები როგორ უყურებდნენ იმ შენ ბიზნესს, ანუ შენ რო უკვე ბიზნესს აკეთებდი. მე გადასული ვიყავი მაგ დროს კავკასიის ბიზნეს სკოლიდან გადავედი აგრარულ უნივერსიტეტში და სიმართლე რომ გითხრათ არც ვლაპარაკობდი რა. არ აზიარებდი მაგ თემას, უკვე დაწყებული გაქვს? ნუ ეხა ძალიან ახლო ვინც იყო, იმათ კი იცოდნენ და რა თქმა უნდა ხა უხაროდათ და გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ესე რომ რაღაცა მომეყოლა ყველასთვის და რაღაცა ეგ მომენტია. არ იყო ჯერ შესაბამისი მოსაყოლი თუ? არა, რა ვიცი, არ რატო უნდა ხა ეს თავმომწონეობის გამო და იმის გამო რომ რაღაც თავი გამომეჩინა, არ მინდოდა მაგის გამო ლაპარაკი დამეწყო და სხვა მოტივს კიდე რატო უნდა მეთქვა რა. არ მქონდა მოტივი მაგის. გამოგადგა ბიზნეს განათლება ბიზნესისთვის? კი, რაღაცებს სწავლობ ისეც რაც გადგება, მაგრამ მაინც პრაქტიკაში ისეთ ცოდნას იღებ, რომ თეორიაში იმას ვერ ამოიკითხავ, გამორიცხულია. მაგალითად? აი უამრავი პრობლემა გაჩნდება, მერე უამრავი დაბრკოლება გაჩნდება. ჯერ ერთი რომც წაიკითხო ეგ სადმე, სანამ შენ თვითონ არ გაივლი, ის ძალიან ის არის რა, თეორიული ცოდნა არის და სულ შეიძლება სულ ვერ გამოიყენო ფაქტის წინაშე რომ დადგები და სულ სხვანაირად მოიქცე და აი ეს უფრო გამომადგა რა, ეს მათემატიკური ცოდნა, ეს ანგარიში, აი ეგეთი რაღაცები უფრო გამომადგა. თუმცა რაღაც მომენტები მაქვს ისეთი დაჭერილი. თუმცა რა ვიცი, აი ყველა კომპანია ვინც კი თანამშრომელს ეძებს გამოცდილებას მაგიტო ეძება, იმიტომ რომ შენ რო ნოლიდან იწყებ, ხო, ყველა მიცის უკვე ვისაც ეგზაა გავლილი, რომ ბევრ შეცდომას დაუშვებ. და არავის არ უნდა თავის კომპანიაში ისეთი კადრი მიიყვანოს, რომელიც ბევრ შეცდომას დაუშვებს. უკვე უნდა რომ სხვის კომპანიაზე ნასწავლი იყოს. იქ კონდეს ის კისერი წამწეული და მე უკვე ის ამიტომ ეძებენ გამოცდილები და შენ რეალურად სხვაზე არის გიმუშავე არასდროს? არასოდეს, ხო. თუმცა მზად ვიყავი რა, თუ არ გამოვიდო და ეხა უნდა მეშრომა. ეგ მაგას წყალი არ გავიდო. ხო, არ გავუვიდოდა. თუმცა ისე მოხდა ისეთ, მაგრამ რა არის იცით, აი დირექტორი ვიყავი თავიდან, ეხაც ხო დირექტორი ვარ, მაგრამ დღემდე და მით უმეტეს მაშინ აი ისეთ საქმეებს ვაკეთებდი, რომ ესე რომ სადირექტორო საქმეები არისო. თაფლს მე ვასხავდი თავიდან, დისტრიბუციას მე ვაკეთებდი, რა ვიცი, აი ყველაფერზე მე დავდიოდი და მაინც სხვაზე აი რასაც ამბობთ, რომ სხვის კომპანიაში მომუშავა, არა, მაგრამ აი ნოლიდან რომ აქ დაწყებული, ეგ კი იმის მიუხედავად, რომ სტატუსი თავიდანვე ის გაქვს დირექტორის. შენ თავის დირექტორი ხო იყავი? ჩემი თავის დირექტორი ვიყავ. ხო და ის ცოტაა? ეგ. დღეს ყავს თანამშრომლები? კი. რამდენი ყავს? 20 თანამშრომელი. 20 თანამშრომელი ყავს. დღეს უკვე ვიღაცებისთვის დირექტორი ხარ? კი. ვიგრი? კი. რამდენი წელი გავიდა რაც ეს ბიზნესი? 8 წელი. 8 წელი. ეხა უკვე ისე არის რა, აი თავიდან ნოლიდან რო ქმნი, რთული არის და არ უნდა იჩქარო. ამ სიჩქარეებში ხდება ის, რომ მაშინ ძალიან დიდ ვალებში უნდა შეხვიდე. მე გარემოა ისეთი აგერ ვირუსები იყო. მილიონერები გაკოტრდნენ. ვიღაცები ბეწვის ხიდზე გაიარეს და გადარჩნენ შემთხვევით. ომებია, ექსპორტზე გადიხარ, ან იმპორტზე რაღაც შემოგაქვს და უცბად რაღაცა ქვეყანას ბომბი ეცემა და ჩერდება ყველაფერი. ამიტომ სიჩქარე და ეს ვალები ხო რისკებთან არის დამოკიდებული, რაც ვფიქრობ, რომ არ აღირს, იმიტომ რომ სულ ნერვიულობაში ხარ მერე. სულ ამ ჭიდაობაში ხარ, რომ ის ბანკი არაფერს არ გაპატიებს რა, რასაც მოგცემს კაპიკ იმას გამოგართმევს უკან და თუ ვერ გადაიხადე, ყველაფერს დაკარგავ მაშინ. ბევრს მოუვიდა მასე. და ამიტომ იჩქარე ნელაო, ძალიან კაი ნათქვამია. თან მაქსიმალურად მიდიოდე დაუღალავად ჩემი ბიზნესკენ, მაგრამ იმდენად არ აჩქარდე, რომ თავი დაიღუპო. და ამიტომ 8 წელია მივდივარ ესე, სულ წინ და წინ მივდივარ. ეხა უკვე ისე არის, აი 1-2 წელში უკვე ისე იყო მომენტები, როცა საერთოდ ფიქრობდი, რომ თავს გავანებებ ამას ყველაფერს. რა მომენტები იყო ეს და რა არ გაგანებებინა თავი? აი კორონავირუსი რო დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა რა, აი გაჩერდა მომენტალურად, ანუ ხალხი გარეთ ვეღარ გადიოდა. პროდუქტებსაც რასაც ყიდულობდნენ, ხო, უფრო აქცენტი კეთდებოდა აუცილებელ პროდუქტებზე და არა, ეხა თაფლი, ხო,
ჩაიში თაფლს ჩაასხავ თუ შაქარს, ხო, ფასში დიდი სხვაობაა. ამიტომ უფრო ისეთ პროდუქტებზე გაკეთდა აქცენტი, რაც ძალიან აუცილებელი იყო და ფაქტის წინაშე დავდექი, მე კი არ ვფიქრობდი ხა დავიღალი დავანებ, გაჩერდა ყველაფერი. და რაღაცა ცოტა მოიწყენ რა, უკვე არ იცი რა გააკეთო. გაანებო თავი, კიდე რამე გააკეთო. თან სხვაგან წახვიდე, სად უნდა წახვიდე, არაფერი არ იცი სხვა რა, თავიდანვე ამას აკეთებდა. მერე მივხვდი, რომ ნულიდან მქონდა ყველაფერი დაწყებული, ხო? და აშენებული, რაც მაშინ მქონდა უკვე. ჯერ ერთი რო დანგრეული იყო ის ყველაფერი, თუ ერთხელ ააშენე ნულიდან, მეორედ რა წინაღობა არის რო ააშენო. პირიქით იმ ჟილკასთან ერთად უკვე გამოცდილებაც გაქვს შენების. და მით უმეტეს ხა ეგეთი ადამიანი წელში გადატეხილ კომპანიას ბევრად ადვილად გაასწორებს, ვიდრე ნულიდან დაიწყებს. და ეგ რო გავიაზრე. ეგრევე აი ჟილკა და ის ეგრევე დამიბრუნდა რა, იმ მოწყინებამ გადაიარა და მე მივდექი, მოვდექი, რაღაც ახალი პარტნიორები, ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა და ამუშავდა და მერეც აი ისეთი რაღაცები მოხდა, ისევ ის სასწაულები და ახალი ეპოქა დაიწყო და აი ძალიან წინ წავიდა საქმე. ისევ ერთ-ერთი Mercy Corps-ი არის, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება და რა ვიცი ძალიან დამიდგნენ გვერდში. მე კი არა მარტო ძალიან ბევრ მეფუტკრეს და ამ სფეროს წარმომადგენლებს. და დანადგრებს ყიდულობენ და უკვე ძალიან მაგარი დანადგრები. უკვე ამ პერიოდში ვაშენებდი დიდ საწარმოს. და ავაშენე მივიყვანეს ბოლომდე და უკვე აი თლიანად დანადგრებით ამ ორგანიზაციამ შეავსო. ამას რანაირად დავინახავდი, რო გავჩერებულიყავი მით უმეტეს, მე თქვა რომ რა ეხა რა ჩემი რა ბრალია ვირუსი დაიწყო, დაუმარცხდი და გაჩერდი და ბევრი ჩერდება, მე როგორც უყურებ მაგ მომენტში, ხო? აი რამხელა რაღაცას კარგავს ადამიანი, რაც არ აჩანს იმ მომენტში. მაგიტომ მაინც ეს ნულიდან შენება ისეთ ძალებს აძლევს ადამიანს და უნარებს, რომ რამდენჯერაც რომც მოხდეს ეგრე, რომ ან ვინმემ დაგინგრიოს, ან თავისთავად დაინგრეს ის ნაშენები, ხელახლა აშენებ მაინც. კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. დაუბრუნდეთ შენ ისტორიას, რომ აი რა იყო კიდე რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე, რაც ეხლა გახსენდება ამ პერიოდში, რამაც უზრუნველყო ის, რომ ბიზნესი გაიზარდა, რა იყო ეს გადაწყვეტილებები, რაც მიიღე ამ გზაზე. რაც აუცილებელი კრიტიკულ გადაწყვეტილებებს გულისხმობ. აი როგორ არის ადამიანი, რომ ბიზნესკენ რომ მიდიხარ, გზადაგზას უარი რაღაც შემოთავაზებები. ყოველდღიურად. და ადამიანს რაც ყველაზე მეტად უნდა, იმას აკეთებს. და როცა ყველაზე მეტად გინდა რომ მიზნამდე დასახულ მიზნამდე მიხვიდე, ხო, სხვა საქმეებს გადადებ და მაქსიმალურად ამ საქმეს მოეკიდები. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ეგ, რომ ესე იგი სხვა რაღაცაში თუ არ უნდა დამეკარგა. მე ანუ კონცენტრაცია ქონდა? იმ მიზანს არასოდეს თვალი არ უნდა მოსწყვიტოს, უნდა ამ მიზანს რამე კონკრეტული აქვს, ანუ აი რა ქვია შენ მიზანს, რომელსკენაც მისწრაფი? მთავარი ის არის, რაც გითხარით, რომ სიცოცხლის ემსახურებოდეს, მაგრამ კომპანიის მხრივ მინდა რომ ისეთი კომპანია ჩამოყალიბდეს, რომელიც აწარმოებს მრავალ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რაც სარგებელს მოუტანს როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებას და თავის წვლილს შეიტანს. ასევე ქართველ მომხმარებელსაც საუკეთესო პროდუქცია შესთავაზებს და აი საზღვარგარეთაც, ხო, იმ საქმეში შეიტანს წვლილს, რომ ქართულია, ესე იგი საუკეთესოა. აი მას დაამკვიდრებს. და გიო, შეიძლება სხვადასხვა სამეფო თაფლი არ კონდეს პროდუქცია გასინჯული ხალხს. ორიოდე სიტყვით მაინც უთხრათ რა ქსელებში არის, ანუ რა სად შეუძლიათ ეს პროდუქცია გასინჯო. მე მაგალითად თავაზობთ, რომ აი ამ ისტორიის მერე გასინჯოთ ეს პროდუქტი და თქვენ თვითონ დარწმუნდეთ იმაში, რამდენად ხარისხიანია და რამდენად სიყვარულით არის გაკეთებული ეს პროდუქცია. დეკემბერში გავხსენით ახლა ჩვენი შოურუმი
შეუძლიათ მობრძანდნენ ვაჟა-ფშაველა 76 ნომერში, სადაც სრული ასორტიმენტია და ნებისმიერ პროდუქცია ჯერ ყიდვამდე შეუძლიათ გასინჯონ და მერე გადაწყვიტონ, ყიდიან შეიძენენ თუ არა. გაასინჯე პროდუქტს? ყველაფერზე გვაქვს დეგუსტაცია აბსოლუტურად. და ეგეც პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ გინდა რომ გასინჯოს და კმაყოფილი იყოს და ესე იყიდოს, აი ეს დეგუსტაცია რო გაქვს ყველა პროდუქტზე. ანუ განწყობა არის ის, რომ მომხმარებელმა ხო უნდა იცოდეს რაში იხდის ფულს. რა თქმა უნდა, ხა როცა კარგი ხარისხი გაქვს, რომც არ გასინჯოს, იმას იმედს არ გაუცრუებ, მაგრამ ხო არის რომ ხა გემოვნების საკითხიც არის სიტყვაზე, შეიძლება ეს მურაბა იყიდო და თქვა რომ ჩემთვის ზედმეტად ტკბილია სიტყვაზე. ხო და წინასწარ რო გასინჯავ და ის უკვე ის შიში არ აქვს მომხმარებელს, რომ ხა ფული არ გადავყარო მე რაღაცა ისეთში რა. ამ იმას უხსნი მთლიანად. და თუ არა ვარ ვაჟა-ფშაველაზე და გლდანში ვცხოვრობ, ან ბათუმში ვცხოვრობ, საავტო ქსელებშია, კარფურშია, გუდვილშია, ევროპროდუქტშია, აგროჰაბშია, ფრესკოშია. კუთხე გაქვს შენი? დახელებზე ალაგია. ბევრ მარკეტებშია, ხა გამომრჩება რუსთავშია, ბათუმშია, ქუთაისშია. ნუ თუ გამოძახებითად შეუძლია, საიტიდან შეიძინოს და მიუტანთ. ასე რომ თუ ვინმეს უნდა ხელმისაწვდომია ყველასთვის. რას გზნობ ამას რო აზიარებ ხა? ეხა მადლიერებას თქვენ მიმართ რომ იმიტომ რომ ეს უფრო როგორ ვთქვა წარმატებისკენ კიდე ერთი ნაბიჯი არის ეს და იმიტომ რომ უფრო მეტი მომხმარებელი გაგიცნობს. ეხა მადლიერებას ვგრძნობ. ხო, ხალხმა უნდა გასინჯოს ეგეთი პროდუქტი. აგერ შემქმნელს უსმენთ და უყურებთ და ხო საინტერესოა ეხა ამბავს რო ყვება გიორგი, რა პროდუქცია გამოუშვა ასეთი რწმენით და სიყვარულით, რომელზედაც ასე ყვება. ადამიანი როგორ ცხოვრობს, იმ შესაბამისად საქმეს აკეთებს და ჩემი ხაზი იქნება, რომ თუ რამეს ხელს მოვკიდებ, საუკეთესო უნდა იყოს რა. ისეთ საქმეს არ მოვკიდებ, აი სუფთა ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე, რომ რამე ისეც მოვკიდო ხელი, რომ ისეთი ხარისხი ვერ იყოს, მაგრამ მომგებიანი იყოს ბიზნესისთვის, ანუ გამორიცხულია რა. არ შევალ ეგეთ საქმეში არაფერში. ნამოსთან გინდა რომ შვიდათ იყო, როგორც მე ვატყობე ხა. კი, რასაც ხელს მოვკიდე, მინდა რომ ისე გავაკეთო რა მაქსიმალურად, იდეალურად. აი იდეალურისკენ ვისწრაფვი, ასე ვთქვათ რა. ადამიანიც ხო, რა ვიცი, არ უნდა ისწრაფოდეს, სადღაც ხო უნდა მიდიოდე რაღაც მიმართულებით და ყველაზე სწორი მიმართულება ალბათ იდეალური ვერ გახდები ალბათ ადამიანი, მაგრამ იდეალურისკენ რო ისწრაფო, განვითარდები. უფრო და უფრო ის კომპანიაც ეგრე უნდა იყოს და შესაბამისად. ბობო რა მოხდა სწავლას? დაამთავრე სწავლა, მოახერხე ბიზნესთან ერთად სწავლის დასრულება. ხვალ ვიცავ სადიპლომოს. ხვალ იცავ სადიპლომოს ავაგარი. მერე? შვიდათ ხარ? კი, შვიდათ ვარ. ისე თემაზე მომიწევს საუბარი, რომ ჩემი თემაა. მოკლედ, გიორგი არის ბოლო დღე უდიპლომოს ასიცო. შევთანხმდეთ მაგაზე, ბოლო დღე არის დღეს, მეგობრებო. მაგრამ ხვალიდან ხდება დიპლომიანი და დიპლომიანი და ბიზნესიანი მაინც დავაზუსტებ. ფიქრობ ოჯახი შექმნას? რა ვიცი, ჯერჯერ ახლა აქამდე ნამდვილად არ გეცალა კლიანად საქმეებზე ვიყავი გადართული. ხო და ისე ამბობდი რომ საქმეო და ყურადღება ამაზე და ოჯახს ვინმე ხედავს. ხო, რა ვიცი, ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს რა, ეგეც ინდივიდუალურია, ვისთვის რომელი დრო არის სწორი და პასუხისგებლობებს არ გაურბიო არც არ გაუწევ. ეჭვი არ მეპარება რომ შენაირი კაცი პასუხისგებლობას არ გაიქცა. ხო და რა ვიცი, ყველაფერს თავის დრო ექნება და წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ნელა დავიწყებ ფიქრს. მაგაზე და მივიყვან ბოლომდე ალბათ. როგორც ყველაფერი მიყავდა ბოლომდე, ამასაც მივიყვან ბოლომდე. კი. თალსა. იცი რა მითხარი? და რა ხდება? საქართველოს და კარგად გაქვს დაფარული ექსპორტზე რა შვები? ექსპორტზე დაწყებული გქონდა, ექსპორტზე გატანა, მაგრამ აი ომებმა ძალიან შეგვაფერხა. ეხაც გამზადებული იყო პროდუქცია.
უნდა გასაგზავნათ, მაგრამ რადგან ირანს ბომბები დაეცა, გადაგვეცია ეგ საქმე. ამიტომ მაგ მიმართულებით გჭირდება უფრო მეტი შრომა, რომ ისეთი სტაბილური ბაზარი მოძებნო, მაგრამ რთულია მაინც რა ისეთი დრო არის, რომ ექსპორტზე დამოკიდებულება სირთულეებთან არის, იმიტომ შენ მაგას ვერ აკონტროლებ. და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ჯერჯერობით აქ ადგილობრივი რაც უფრო სტაბილურია, აქ მაქსიმალურად განვითარდეთ. წელი არ გავა, რომ ასორტიმენტი არ დავამატოთ. ეხა გოზინაყების ასორტიმენტი გავაკეთეთ, ნიგზით გქონდა და 4 ასორტიმენტი დავამატეთ და კიდევ ვფიქრობ ამ წელს შევამატო ასორტიმენტს. პლუს ვაპირებ ბრენდული მაღაზია გავხსნა. ეხა რაც გავხსენით ეს შოურუმია, ოფისი და შოურუმია და იქვე არის საწყობიც, იქ ვმუშაობთ. და ეს შოურუმი არის დამატებითი და უკვე მაღაზია მთლიანად ორიენტირებული იქნება გაყიდვაზე. და ვეცდები, რომ ისიც მაღაზიაც დიზაინი იქნება, თუ მომსახურება იქნება, თუ რომელი მიმართულება იქნება, ყველაფერი მაქსიმალურად ისე იყოს. როგორც შეეფერება მე სხვადასხვის შენმა ისტორიამ მაგიტომას შთამაგონა, რომ მე ხშირად ვიმეორებ პოდკასტების დროს, რომ ეს სტერეოტიპი, რომ იმისათვის რომ ბიზნესი გააკეთო, ბევრი რესურსი უნდა ქონდეს, გენიალური იდეები უნდა ქონდეს და ასე შემდეგ, ვცდილობ, რომ ეს ილუზია გავფანტო. და ყველა ადამიანს, ბევრი წარმატებული ადამიანი მყავდა ამ სტუდიაში და ყველა ამ ადამიანს ვაყოლინებ ისტორიას დასაწყისიდან, აი ეს 0-იდან, რომელშიც თითქმის ყველამ დაიწყო პატარიდან, არაფერს არ დაუშენებია იმპერია ერთ ღამეში. და შესაბამისად, ოდესღაც გადადგეს ეგ ნაბიჯი. სხვადასხვის მინდა აქვე დავანონსო, რომ მე გუნდთან ერთად აქტიურად ვფიქრობ და ჩვენ ვაპირებთ ეგეთი კურსის წარდგენას, რომელსაც მე გაუძღვები, რომელსაც ერქმევა გაბედე ბიზნესი. და ამ კურსში მინდა რომ ადამიანები, რომელიც ამდენი ხანია დაატარებენ რაღაცა იდეას, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ ეს იდეა ხორცი შეასხან ამ იდეას, მოვიდნენ ჩემთან და ჩემი მენტორობის ქვეშ ეს იდეები დაილონჩოს. ეგეთი კურსის გაკეთება მინდა და ჯერა რომ შენ როგორ გონია ეგეთი კურსი შეიძლება დამწყებებისთვის იყოს საინტერესო? კი, ესე იგი განწყობა განსაზღვრავს და ის თუ განაწყობთ ადამიანს ისე სწორად, ვფიქრობ, რომ სულ რო ისე მოხდეს, რომ მთელი მოღვაწეობის მანძილზე ერთი ადამიანიც რო წარუმატებლობას გადაარჩინოთ და წარმატებული გახდეს. ეგეც უდიდესი საქმე, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ბედიც კი დიდი რაღაცა და მით უმეტეს მგონია რომ ბევრად მეტი ნახავს სარგებელს ვიდრე ერთი ადამიანი. სულ გიო მეორე კურსი რომელიც თავში მაქვს, მაგრამ მაგასაც გაგიზიარებ, იმიტომ მგონია რომ ეს შენაირი ტიპებისთვის არის, გუნდთან ერთად ფიქრობთ კურსზე, რომ გავაკეთოთ მასშტაბირებაზე. ანუ დაწყებულია ბიზნესი, არის რაღაცა ზომის და უფრო დიდ ზომაზე რო გავიდეს ბიზნესი, აი მაგას ვეძახი მე მასშტაბირებას რა. ეს შეიძლება მეტი ახალი მოხმარებელი, ახალი ბაზარი, ექსპორტი, ნებისმიერი შესაძლებლობა რომ მასშტაბირება მოახდინო. ასეთ კურსებს ვფიქრობ. მოკლედ პოდკასტმა მე შთამაგონა რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის აი ხა რომელიც ეკრანს უყურებს და სხვადასხვის მადლობა ყველა პოდკასტის მაყურებელს იმ კომენტარებისთვის, რომელსაც გვიწერთ, იმიტომ რომ ამ კომენტარებით ჩვენ ხვეწავთ ამ პოდკასტს, ხვდებით რა არის კარგი და რა არის გასაუმჯობესებელი ამ პოდკასტში და სულ მუდმივად მუშაობთ გაუმჯობესებაზე და რისთვისაც მადლობა ყველას, ყველა კომენტარს პირადად ვკითხულობ, გუნდის კითხულობს და მე ბრეინსტორმინგიც გვაქვს და ამ კომენტარებმა გააჩინა პლუს ეს იდეა რომ რეალურად პოდკასტით მარტო კი არა შთავაგონოთ, არამედ რეალურად შევქნათ ადამიანებს რაღაცა კურსი, რომელიც დაეხმარებათ დამწყებებსო დაიწყონ, გაბედონ და დაწყებულებს გააბედინებს მასშტაბირებას. აი გარი რისი დაანონსებაც მინდოდა და საბოლოო ჯამში მე მგონია რომ აი დაახლოებით შენ სადაც იმყოფები იმ ადამიანებისთვის იქნება მასშტაბირებაზე კურსი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელშეწყობა ადამიანისთვის, ბიზნესისთვის კარგი იქნება და ეხლა კითხვა მაქვს შენთან. რამე ისეთი, რამე დაგმართნია, რაც რაზეც ნანობ ამ გზაზე. შეცდომები, აი ბევრი მაქვს დაშვება. დიდი შეცდომებიც მაქვს, პატარა შეცდომებიც მაქვს და ეხა აი როგორ არის იცით? ეხა რო ვაანალიზებ მე ამ შეცდომებს, ხო? ანუ სარგებელი გამომაქვს აქედან. რო ის რო არ დამმართნო და დაუშვათ, შეიძლება ბიზნესი ბევრად უფრო მასშტაბური ყოფილიყო სიტყვაზე. მაგრამ რაღაცები არ დამენახა სიტყვაზე ჩემ თავში. რაღაცა სარგება. ანუ მაინც ნებისმიერი განსაცდელი, რაც დაეშვება, ადამიანი თუ სწორად შეაფასებს, შეუძლია რომ სასარგებლოდ გამოიყენოს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ხო, იმ შეცდომებიც რო თქვა რომ ეხა რაც უდია რომ დაუშვი, მაგიტო არ ვიძახი. თორე რა თქმა უნდა ნებისმიერ შეცდომა გხევს უკან. გააჩნია როგორ შეაფასებ, შეიძლება სასწორკვეთილებაში ჩაგაგდოს. შენ როგორ აფასებ? მე არასოდეს არ ვარდები სასწორკვეთილებაში, უიმედობაში, ნებისმიერი შეცდომას ისე ვუყურებ, რომ რაღაც ახალი შესაძლებლობა არის, ახალის დანახვა არის. განსაცდელის გარეშე აი როგორ არის ხემ რო ფესვები გაიდგასო, ხო, ქარი რო უბერავს, უფრო იდგავსო ამ ფესვებსო და ადამიანიც ახლა ამ განსაცდელებში გამოიწრთობა. და ეს შეცდომებსაც რო უშვებ, ხო, ნუ ახლა როგორ არის გონიერი ადამიანი, სხვისაზეც სწავლობს და თავისაზე მით უმეტეს სწავლობს. და გუნური ადამიანი 10ჯერ წაიმტროს კისერს მიხვალ და ელაპარაკები აუხსნი, წამოაყენებ ფეხზე და მე-11-ეტაც თავით გადაეშვება იგივე ამბავში. ამიტომ ხო, აი ცუდია შეცდომების დაშვება, მაგრამ მაინც სარგებლის მომტანია თუ სწორად შეაფასებ, თუ სწორად აღიქვა მაგ ყველაფერს. რა გასწავლა შენ ბიზნესის კეთება? თავარი გაკვეთილები რა გამოიტანე? აი აქამდე, თორე გზა კიდე სავალი გაქვს. ნუ რა ვიცი, აი გამოცდილება ძალიან დიდი მომცა. რაღაც მომენტები ისიც ყოფილა, რომ აი მიფიქრია, რომ რა მინდოდა მეთქი. რა მინდოდა წვენებში? სად შევედი მეთქი, სად გავყავით, იმიტომ პასუხისმგებლობაა დიდი, ხა შენი პროდუქტი მიდის ადამიანამდე, ხო, შეიძლება ბავშვმა შეჭამოს ისა და ამ პასუხისმგებლობას ჯერთის უგზნობ. და მერე იქ ბიზნეს ურთიერთობები არის. იქ შეიძლება ყველა კეთილად არ იყოს განწყობილი შენს მიმართ და რაღაცა პრობლემები შეგიქმნან. ხო და ეს ყველაფერი ერთმანეთს რო ემატება, შეიძლება თქვა, რომ აი რთულია რა, მაგრამ სისუსტეა ეგ. ეგ ხა იმას გავს, ომში წავიდეს მეომარი და იქ აღმოაჩინოს, რომ თურმე მოშივდა, მოწყურდა, შესცივდა და რა მინდოდა საწამოდ. არ უნდა ინანოს, ხო, აი ისეთ შეუპოვარი უნდა იყოს რა, მაგიტო. და ნუ აი ეს ღირებული, აი ეს უნარები ამან შემძინა ამ საქმის კეთება. თუმცა რო თქვა, რომ გინდა თუ არა ბიზნესში შეიძენ მარტო ამ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სფეროში ექიმობა გინდა, ჟურნალისტობა გინდა, რა ვიცი, რაღაცა პოლიციელობა და აი ნებისმიერ იმაში შეიძლება რომ ადამიანი ძალიან განვითარდეს და ეს ღირებულებები შეიძინოს. შეიძლება ბიზნესში იყო და მაინც ვერ შეიძინო ეგ ისინი რა, ისეთ და ცუდად დაგისრულდეს მაინც და ძალიან გამაძლიერა, ასე ვთქვათ, ამ მუდმივმა პრობლემებმა, ამაზე ფიქრმა როგორ გადავლახო, მე ამების გადალახვამ, ხო ძლიერდები. გაგწურთნა. მაგრად. კიდე რას მაიყვანდი? უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. ნუ ბევრ ამას გასწავლ ადამიანებთან ურთიერთობას გასწავლს, ეგ ერთ-ერთი უმთავრესი არის, იმიტომ რომ რაც არ უნდა გინა ადამიანი მორწმუნე იყოს და სულ კეთილად ლაპარაკობდეს და ასე შემდეგ, თუ ადამიანებთან ურთიერთობა არ შეგიძლია, ეგ არის უდიდესი მინუსია. და მეც რო ვთქვა, რომ ეხა
ჯერ ეხაც ხო ეხა ვინ არის შეცდომისგან დაზღვეული ვიღაცას რაღაცას ისე არ ეტყვი რომ წესით რო არ უნდა გეთქვა მაგრამ სულ ხალხთან გაქვს საქმე სულ ადამიანებთან გაქვს შეხვედრა ნებისმიერ საქმე რო გააკეთო ადამიანებს უნდა შეხვდე თანამშრომლებია პარტნიორებია მომხმარებელია და აი გასწავლის რა რაღაცას ზედმეტ სიტყვი სწავლობ რომ არ უნდა თქვა ზედმეტი რაღაცას დააკლებ იმასაც თუ დაფიქრდები იტყვი რომ არ უნდა დააკლო იქ და უნდა თქვა და აი ამ პროცესში ადამიანი იზრდება ამ ხრივ და ბევრი და მთავარი ეგ არის ვფიქრობ რომ ადამიანი რაღაცა ბედნიერებას ანუ თუ უბედური ხარ არაფერს აზრი არ აქვს და რომ მტკიცდები ძლიერდები მე წარმატებას რო აღწევ ხო შენი შემოსავალი გიჩნდება დამოუკიდებელი ხდები სწორ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებ მოკლედ უფრო და უფრო სულიერშიც არა მარტო მატერიალურში უფრო ისე ხარ ბედნიერი ხარ და ხო აი გარი თავს რეალიზებული ხარ? კი ხარ რო თქვა რო არა თქო ეგ თავდაბლობა კი არ იქნება თვალთამაქცობა იქნება როგორ არა მაგრამ წინ კიდე ბევრია გასაკეთებელი ხო და რა გინდა რომ გააკეთო? აი თავარი 3 წერტილი მითხარ რა გინდა რომ გააკეთო ეხლა აუ წესი გაიეს აი ამ გას იქამდე მივიდე რომ ეს საქმე იქამდე მივიყვანო რომ მინდა რომ ძლიერი კომპანია იყოს იმდენად რომ ანუ სერიოზული ახმეტაში მე საიდანაც ვარ იყო ხოლმე ადრე საწარმო რომელშიც იწარმოებოდა მურაბები, თემები, ეგეთი პროდუქტები და ძალიან დიდი საწარმო იყო და ეს მერე თელს რა ვიცი აი თელს კონტინენტზე ვრცელდებოდა და მერე დაიხურა ეს ეხლა ვცდილობ რომ თანამედროვე და ისე ვქნა რა ისე გლეხიც გახარებულია, ფერმერიც გახარებულია, თანამშრომელიც გახარებულია, მომხმარებელიც გახარებულია და შენც გახარებულია. და რა ვიცი ხა თუ მომავალში კიდე რაღაცა ისეთი აზრი დამესახა. ეხლა რაღაც მურაბებს უშვებ. კი, მურაბები. დაიწყე. კი. ძალიან ისე ვაკეთებთ რა აი ყველაფერს, ცოტა ხარჯებს ზრდის, მაგრამ ანუ მიზანი რო უშვებთ, ანუ თავარი აზრი არის ის, რომ იმდენად კარგი ხარისხი შეიქმნას, რომ უკეთესი აღარ შეიძლებოდეს. ხო და შესაბამისად ეხლა ცოტა ფასებს ზრდის ეგ, მაგრამ ვინც ინჯავს მე სპეციალურად ისეთ ადამიანებს ვასინჯებ ხოლმე რაღაცას რო აკეთები, ვინც ვიცი რომ სიმართლეს მეტყვის და იმისთვის რომ მე გამახაროს არ დამიმალავს სიმართლეს რა. იყო თავიდან არაყი რო გამოუშვით პირველი ვერსია, ხო? ეხლა კი 100% ისეთი იყო ნატურალური რაღაც, მაგრამ თვითონ დამზადების ტექნოლოგიას ხო დიდი მნიშვნელობა აქვს და ხო. ისეთ ადამიანებს რო უკითხე მითხრეს, რომ ისეთი ვერ არისო. ხო და კარგია სიმართლეს რო ისმენ, ეგეთ ადამიანებთან უფრო ვცდილობ ხოლმე რომ აზრი ვიკითხო. სიმართლე გითხრა. სიმართლე რო მითხრენ, არ მოერიდოთ. აბა თუ ტყუილში გამყოფეს და რაღაცა ცუდად აკეთებ და მოგიწოდეს. ბევრ ადამიანს ურჩევნია ტყუილი ტკბილი. ტკბილი და ტყუილი. ხო, კი. ხო, ხა ეგრე თუ თვითონ ადამიანს ურჩევია რომ სიმართლე არ მოისმინოს, იმიტომ რომ იცის რომ შეიძლება არ ესიამოვნოს სიმართლე, ხო, აი თელი ცხოვრება თვალებში შენი სურვილით ნაცარს იყრი და მასე ცხოვრობ. და ამიტომ მასეთი ტიპის ხალხი ხო ესწრაფება ხოლმე ისეთ ხალხთან ურთიერთობას, რომელიც სულ შეაქებს, არაფერს არ გაუკრიტიკებს. და ისეთი თუ ვინმე რაღაცაზე ის უთხრა, ეხლა შევისეუნები და ასაუბრა ნაკლი მაქვს, მინუსი მაქვს, ხო და გაურბის ესეთ ხალხს, არ შეამოვნებს და მე როგორ გითხრათ, ვცდილობ ხოლმე ისეთ ადამიანებს ვკითხო აზრი, ვისგანაც სიმართლეს მოვისმენ. რასაც მე ვერ ხედავ, რომ ის დამანახოს. სიმართლის მაძიებელი ადამიანი ეგეთია. სიმართლის ძიება და კომფორტის ძიება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. შენ გინდა სიმართლეს ეძიო? როგორ? შენ გინდა რომ სიმართლეს ეძიო? კი, მთელი ცხოვრება ადამიანი
ძიებაში უნდა იყოს და მე რასაც მარტო ძიება არ არის საკმარისი. ზოგმა იპოვა სიმართლე, მაგრამ დაინახა რომ ცოტა რთული იყო ისეთი ცხოვრება, რასაც ცხოვრობდა იმას მისევ გააგრძელა და ძიებაც და როცა როგორ ჭკვაზე ვიქნები და რასაც სწორად ჩავთვლი, ყოველთვის იმას გავაკეთებ. ხვალ რომ დავინახო რომ დღეს რაღაცას ისე ვაზროვნებ, რაღაცაში ვტყუდებ, ხო? ეგრევე შევიცვლი იმ დამოკიდებულებას და იმ აზრზე გადავა. ეგ მომენტები მქონი არაერთხელ. გიო, შენ გაახმოვანე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ჩემი აზრით არის ბიზნეს იდეების მკვლელი. მთავარი მკვლელი ფრაზა. რომელსაც ქვია რაზრია. აი ეს ფრაზა, ეს ფიქრი, რა აზრი აქვს? ძალიან ბევრ ადამიანს უკლავს ინიციატივას, იდეას, ამბიციას და ბევრ რაღაცას. მე ვთქვი? არა. შენ ახსენე თქო, რა აზრი აქვს კონტექსტში, რაღაც სხვა კონტექსტში თქვი. და ეს ფრაზა ახსენე და უბრალოდ ამ ფრაზას მივანათე ახლა რა და შეიძლება ეხლა ჩვენ გვიყურებდეს ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელსაც რაღაცა იდეა, რაღაც ამბიცია გააჩნია და შეიძლება ბევრჯერ უფიქრია ეს რა აზრი აქვს. და მინდა რომ შენ მათ მიმართო, აი პირდაპირ, აი მოგცე შენ ერთი წუთი რომ შენ ამ ადამიანებს შენი გამოცდილებით, არა ჭკვიანური ფრაზებით, არამედ შენი გამოცდილებით რაღაცა ისეთი უთხრა რა. რაც დააფიქრებინებს რომ ყველაფერს აზრი აქვს სინამდვილეში. პირველ რიგში კითხვა შევუტრიალებ. რო არაფერი გააკეთო, მაგას რა აზრი აქვს? რაღაცას რო აკეთებ, უკვე აზრი აქვს. უკვე რაღაცას რომც ვერ გააკეთო ის საქმე, რაღაცას მაინც ხო ისწავლი და ისე არაფრის კეთებით რას ისწავლი. მერე კიდე. ისეთი ადამიანი, მებრძოლი ადამიანი. ოღონდ მებრძოლი ვინმე არ მინდა ისე აღიქვას, რომ რაღაცა ცუდს აკეთებ რა, სწორად მებრძოლი სიკეთით პატიოსნად. მებრძოლი ადამიანი, ხო? ომში რომ მიდიხარ, შეიძლება მაგარი მებრძოლი არ იყო. ცუდად აკეთებდე იმ მოძრაობებია თუ საბრძოლო ილეთებია, მაგრამ ვინც არ წავიდა, ხო, თუნდაც მაგარი მონაცემები ქონდეს, საუკეთესო, იმას მაინც 1000 თავით ჯობი ხარ. მაგალითად, დიდგორში ვინც იბრძოდა, ყველა მაგარი მებრძოლი არ იყო, რო ყოფილიყო, ხო, აღმაშენებელი იმ ხიდებს არ ჩაკეტავდა უკან დასახევს, არ დაჭირდებოდა. ვიღაცებში შეანიშნა, რომ ზოდა მერყევი იყო, სუსტი იყო. მაგრამ ვინც წავიდა იქ, ხო, ყველა გმირია. ვინც არ წავიდა, მონაცემებიც და რაც ის არ უნდა ყოფილიყო, ხო, აი, ხო და ეგრეა ცხოვრებაშიც რა, თუ არ იბრძოლე, რო იბრძვი, უკვე გარკვეულწილად უკვე რაღაცა, უკვე არის ეგ წარმატება რა, რო იბრძვი. აბა ცხოვრება სხვა რა არის. თუ მუდმივად რაღაცა მიზნისკენ არ მიდიხარ, რაღაცა გამოწვევები არ არის, სირთულეები არ არის, მე ამებზე ფიქრი არ არის და ამების გადალახვა არ არის, აბა სხვა რა არის. ამიტომ უეჭველად უნდა გადადგას ნაბიჯი, არ უნდა შეუშინდეს. აი, ბევრი მეც მქონია ეგ მომენტი, მითქვია, რომ ხალხის აზრი არ უნდა გაინტერესებდეს. მაგრამ მე რო ჩავფიქრები ვარ, რაღაცეებზე უკან ვიხევდი იმის გამო, რომ მაინც ისში გაქვს, რომ აი არ შერცხვე. მაგალითად. აი აქამდეც რომ მოვიდეს ადამიანი, აქ ის რომ ეხა იქ რაღაცა ისე ვერა ვთქვა, ავნერვიულდე და რაღაცა შემეშალოს, ხალხი რას იტყვის. ხო და მთელი ცხოვრება მაგზე ისა ბევრ რაღაცაზე უკან დაიხევ რა და რაც სწორი არის, რაც გასაკეთებელი არის, არაფერზე უკან არ უნდა დაიხიო. მე ეგეთი მომენტებიც ყოფილა, რომ სწორი რო გამეკეთებინა, ხო, ვიღაცები არასწორად გაიგებდნენ და ცუდ სიტყოდნენ და რო არ გამეკეთებინა სწორი. ხო, უფრო დადებითი ის იქნებოდა. მაგრამ აი მაგ მომენტში უკვე ეგ რო გააზრებული მქონდა, გადავდგი მაინც ის ნაბიჯები, არ შევუშინდი რა, იმიტომ რომ მე თვითონ გამოვიცადე მე იმ შენ რო რაღაცას ამბობ, ხო, შენ თვითონაც გაკეთებული უნდა გქონდეს და მე იცდება ხოლმე ადამიანი რა, თვითონვე არის თუ არა ისა. და მე მინახია ეგეთი რომ არ იგებენ ჭკვაზე. ესე უნდა მოიქცე, მაგრამ თვითონ მე რო ეს სიტუაცია რო შექმნიათ, ვერ მოქცეულან ისე. ხო და აი როგორც წეგან თქვი, არაფრის კეთება არის ყველაზე დიდი შეცდომა. საიდანაც ვერაფერს ვერ სწავლობ და გადის ცხოვრება ისე რომ არაფერი არ გაგიკეთებია. გიო, ვის
ვის მოიწვევდი აქ სტუმრად? ვისი მოსმენა იქნებოდა შენთვის საინტერესოდ, რომ მე მოვიწვიო, ჩვენმა გუნდმა მოიწვიოს სტუმრად აქ? ვისი მოსმენა იქნებოდა, როგორც სტუმრის შენთვის საინტერესო? მე სხვა წინა იმაში ვიდეოებში მოვისმინე ეს კითხვა და ვფიქრობდი, ხა არ მომსვლია ეს აზრად, ვფიქრობდი, რომ ვინ მე სიამოვნებოდა, რომ მომესმინა. არიან ისეთი ბიზნესმენებიც, ვისაც სიამოვნებით უსმენ, მაგრამ ბევრ გადაცემებში არიან ნამყოფი და ისა რუსთავში ცხოვრობს, რუსთაველი ბიზნესმენია და როგორც ბიზნესმენიც და როგორც ადამიანიც ჩემთვის სამაგალითოა. თამაზი გველუკაშვილი, თუ ვიცით. ვეჯინი იყო მაღაზია, მე რებრენდინგი გააკეთეს, ფენიქსია, სავაჭრო ქსელია, პლუს სასტუმროების ბიზნესი აქვს, ძალიან გამოცდილიც არის, ჩემზე ბევრად გამოცდილიც არის და თვითონ ადამიანის ცხოვრების წესი და ისეთია, რომ სამაგალითო ასე ვთქვათ და დიდი სიამოვნებით მოვისმენ, გამიხარდება თუ მოიწვევთ. მადლობა რჩევისთვის. ეხლა კითხვა მაქვს შენთან. აი ესე დაჟინებით რო გინდოდა აქ მოსვლა. მოსმენივად გზნობ თავს განცდა რო გააზიარებიც გაზიარებაც გინდოდა? კი, აიწეღან როგორც გითხეთ. მე ასე გზნობა მადლიერებას გზნობდი რომ ეს მკითხეთ სად იყიდება რაღაც ეგეც და აქ ჩემი მოსვლით ვფიქრობ რომ რამდენიმე ყველასთვის კაი საქმე კეთდება. ვფიქრობ გადაცემაც კარგი გამოვა. ჩემი საქმიანობისთვისაც მეტი ადამიანი გაიგებს და რა თქმა უნდა კარგი იქნება. და თვითონ იმ სმენელისთვისაც ხა რაღაც რა ვიცი, ესე მგონია რომ რაღაც სასარგებელს ნახავენ. თუმცა ნახოთ, რაღაცაც რო დაიჭირონ და გამოადგეთ, უსე იგი რაღაც საქმე გაგვიკეთებია და. მოკლედ მეგობრებო, მადლობა გიო, მადლობა შენ ამბის მოყოლისთვის. მეც მადლიერი ვარ შენი, პირველ რიგში სირისთვის, რომ ასე დაჟინებით გაგვაგონე შენი ხმა. რომ ეხა მე არც სამეფო თაფლი ვიცოდი, არც გიორგი გომელავა. არც ერთი ვიცოდი, არც მეორე ვიცოდი და გიორგის დამსახურება არის, რომ აი ესე რაღაცნაირად ჩემ გუნდს არხებით გვწერდა, ამბობდა რომ მე მაქვს საინტერესო ამბავი და დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ამბავი ჩემთვისაც საინტერესო მოსაყოლია და მაყურებლისთვის მოსასმენი. ამიტომ მეგობრებო, მე მადლიერი ვარ შენი რომ ესე გაგვაგონე შენი ხმა და ალბათ ზოგჯერ ეგრეც არის საჭირო რომ ხმა ამოიღო. რომ სხვამ გაგიგონოს, ხმა უნდა ამოიღო. ამიტომ გიორგის ინსპირაციით მეგობრებო, კიდევ ხა მოგმართავ თუ თქვენ გააქვთ ესეთი პატარა საწარმო, რამავე დროს გაქვთ მოსაყოლი ამბავი, გინდათ რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ თქვენ პოპულარიზაციას, მოგწერეთ, ფორმა იდება აქ ქვეშ, ვიდეოს ქვეშ ან აღწერილობაში, სადაც შეძლებთ რომ შეავსოთ ეს ფორმა და უმადლოდეთ გიორგის იმისთვის, რომ გიორგიმ ეს ლენტი გადაჭრა, მოდი ეგრე დავარქვათ, თავისი შეუპოვრობით და თავისი ჟინით, რომ უნდოდა რომ აქ მოსულიყო და თავისი ამბავი მოეყოლა და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა სიხშირით ჩვენ ესეთი დამწყები ენტერპრენიორები წარვადგინოთ საზოგადოებას, უფრო ფართო საზოგადოებას, ვიდრე მათ იცნობენ დღეს, ხელი შეუწყოთ ქართული ბრენდების პოპულარიზაციას, რომელიც საჭიროებენ ამ პოპულარიზაციას ახლა და შესაბამისად მეგობრებო, თუ გაქვთ საინტერესო ისტორია და საინტერესო მოსაყოლი და შეგიძლიათ იყოთ სხვა დამწყებებისთვის ინსპირაცია, მოგმართეთ ჩვენ. გიო, მადლობა შენ, მე გისურვებ წარმატებებს შენ გზაზე, შენი მიზნისკენ სვლაში, რომელიც ასე გინდა რომ მიაღწიო და მადლობა ამ საუბრისთვის. მადლობა თქვენ. მოწვევისთვის, ამდენი დროის დათმობისთვის და შესაძლებლობისთვის, რაც მომეცით. მადლობა გუნდს, მადლობა მსმენელს, მაყურებელს და გულშემატკივრას და მადლობა ღმერთს, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა. დიდება ღმერთს. მოდი ფოტოები გადავიღო.